Best country, Georgia! Let's go, man! Zoomidan Batumis Boulevard. Khvicheks Koridze BFA's BMF-ი ნოსტალგიო ბათუმიდან როგორც ვახსენეთ ეპიზოდ 275 თუ არ ვცდები რა. 15 რა მგონი. უკვე იმდენი გვაკეთებული რომ მათემატიკოსები უნდა ვიყოთ რა მე მაგდენი თვა თუ ვიცოდი არ მეგონა რა მაგრამ ეს არის ნამდვილად განსხვავებული ჩაწერა ჩემთვის იმიტომ რომ ვარ შენთან სახში და ეხა თავი მგონია ზუმში რა იმიტომ რომ აქედან არ გელაპარაკები ხოლმე შეხედე სამურაის სურათი და დიდი მადლობა პატივისცემისთვის მასპინძლობისთვის დავინახე კომპლეტურმე რა კაცი ყოფილა რა ხვიჩ coach mas ძალიან მაგარი იყო შენთან რა BFA-ში Georgian Fight Academy, Batumi Fight Academy პირველი გაკვეთილი ქვია ხო მაგასაც კლასი რა ჩავატარე სტრაიკინგის დღე იყო მაშინ თავიდან ბოლომდე რა ეხ თაილანდურ ქვაში ყავ ხო და დამიდგა ძალიან მაგარი კაცი რა ანუ თლიანი კლასი 2 საათი ხო ხო ყავდა როგორი გიჟი იცი ჩემთან რომ უბრალოდ ხო ვიცი რომ იცი მაინც ბაზო პროსტა რა აი უბრალოდ რომ რა ვიცი რა აი ფეხბურთი რო ითამაშო რატო ვადარებ ყოველთვის ფეხბურთს არ ვიცი მაგრამ აი ვიღაცა მასტერთან რა რონალდო ანაც დაუმარცხებელი PFL-ის მებრძოლი გოჩა შაინიძე იყო ჩემი პარტნიორი რა და ძალიან ბევრი მასწავლა რა ანუ ეხა ერთ კლასში რა უნდა ისწავლო ხო ეხა არარეალური არის მაგრამ ის გამოცდილება რომ მივიღე ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს იმიტომ რომ მე სადაც ვცხოვრობ ჩინეთში არც ისე მასიურად პოპულარული არ არის MMA რა სიმართლე თუ გაინტერესებს თუ აინტერესებს ხალხს რა აი მე სადაც ვცხოვრობ იქ დარბაზები არ არის რა და თუ იყო ერთი დარბაზი რომ დავრეკე ბავშვი არისო თუ ისა ადოლთ როგორ არის მოზარდიო ბავშვი არისო თუ მოზარდიო რო უთხარი რომ მოზარდიო და არა მარტო პროფებს ღებულობთო ესე მითხრეს რა და ვინ არიან ეგენი აზე არა ვარ შენთან ძალიან მაგარი ბიჭები არიან რა ანუ მაღალი დონის პროფები ხო არიან და კიდე ფენებიც არის რა ვინც მოდის ძალიან ცდილობს და ყოველთვის დადის და უეჭველი რო ხედავ რომ მონდომებულია და მომავალი ექნება რა ხო რა ბათუმის საბრძოლო აკადემიის კარები ყველასთვის ღია არის და როგორც ადრე ბევრჯერ მოხდა და ბევრ ადგილას აქვს მაგ აღნიშნული რომ დღეს შეუძლია მოვიდეს მებრძოლეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და უშუალოდ კლასში აღმოჩნდეს დაუმარცხებელი მებრძოლებთან სუპერ ჩემპიონებთან თუ მაღალი დონის მებრძოლებთან ამიდან გამომდინარე რა ვერა ხო შენს გამოცადე მაგით ასე რომ თქვა რა კი ახლა გოჩასთან ფაქტი არის რომ მაგასური ურთიერთობა აქვს მაგრამ რეალურად ის არის რომ ეს ბაბლი რომელიც არის და ხიდი რომელიც არის პროფესიონალი მებრძოლეების შემდგარი პროფესიონალი მებრძოლეების რომელსაც ბევრი ბრძოლა აქვს შეტრეული და ასეთი თუ ისეთი ტიტულები აქვს მოპოვებული ხო და დამწყებების შორის ეს ხიდი არ არის ბათუმის საბრძოლო აკადემიაში ჩემი თავარი მიზანი არის რომ ეს ხიდი არ იყოს მან რა უბრალოდ ყველა მოდიოდეს და ვარჯიშობდეს იმას იმ საქმეს აკეთებს რასაც შენ ასწავლი და რაც უნდა გაკეთდეს ხო რა ყველა უნდა იყოს ერთ სივრცეში რადგანაც ხო დიდ დონეზე მაღალ დონეზე ბაზის და ფუნდამენტის დავიწყება არ შეიძლება რა და მაგის ფუნდამენტი შეუძლია როგორც დამწყებს გააკეთოს ისევე პროფესიონალს გააკეთოს და ორივესთვის ძალიან შედეგიანი იქნება რა იმიტომ რომ ძირს დავივიწყებთ რაც უნდა მაღლა ავიდეთ ძირს დავიწყებთ ეს ძირი გამოგვეცლება და ვიქნებით ანუ ძირმო გამოცლილი ვიქნებით არავინ არ ვიქნებით მოგეთ ვთქვათ რა და ხუჩ კიდე მინდა ვახსენო რაღაც რა ანუ ყველაზე ძალიან რაც გამიჭირდა რა ფიზიკურობა
არ გამიჭირდა. იმას კი არ ვიძახი რომ ძალიან მაგარი ჯანზე ვარ. ყველაზე მაგრა რაც გამიჭირდა იყო ტვინი რა, რატო იცი? ანუ სანამ გავაკეთებდით რა ვარჯიშებს, ყველა რაუნდი იყო სხვადასხვა კომბინაცია, ხო? ანუ დგომში იყო რა. და შენ გვაჩვენებდი ცოტა ხანი რა იყო კომბინაცია რა და მე ეს უნდა დაიმახსოვრო რა და ეს არის მათემატიკასავით რა ანუ მაგალითად cross hook low kick მე jab cross პირიქით მე low kick მე inside low kick და ძალიან მათემატიკური იყო რა და აი twins-ზე არის მართლა დატვირთვა რა ხო ეხლა თეთრი მუშაობა კომბინატორიკაზე არის ზოგადად აგებული, იმიტომ რომ ვაბად კომბინაციები რომ მოგვინდეს რა, ზოგადად ფუნდამენტი მაგია არის თქმის. რომ მე-3 მე-4 დარტყმას თუ კარგად ურყავდა მე-5 მე-6-ს, მაშინ აშკარად კარგი ხარ დგომში რა. თუ პირველ ორს კარგად ურყავ, პირველი ორის დაცვა ბევრ შეუძლია რა. და მაგი არის ფუნდამენტი მაგის. მაგ ასპექტზე მანამდე არ მიფიქრია რა, სანამ ეს არ გამოვიარე და დიდი მადლობა. მაგალითად ხო სადაც შედეგი ქონდა მაგას ხო მე-3 მე-4 დარტყმას ბაღიშვილის შუბი რო იყო შესაძლოა და ეს არის ტიპი ჩინელოგოსთან ხო რეალურად მაგ პირველი დარტყმა კი არა გაცვალეს როგორ იყო მომენტი მარცხენა გაცვალეს და მე-3 დინ წამოვიდა სოფრ დაარყავზე იმან ხო მე-3 დარტყმაში უკვე ცოტა დგომი და კარგა და ისეთი მძიმებელი დარტყმა ერთ-ერთში მე-3 დაარტყმენ ერთმანეთს ანუ თანაბარი ხარისხოვანი მაღალი დონის სპორტსმენები არიან ორივე და აიღენდა მე-3 დარტყმა იმანაც პირველი გამოშვა ამანაც პირველი გამოშვა იმანაც მეორე გამოშვა ამანაც მეორე გამოშვა შვაში გაცვალე მე-3-ში სოფო ისე კარგად იდგა იმ ფეხზე რომ მაგ აჯობა ის ისე ცუდად იდგა რომ ერთდროულად გაატარენ თუ გახსოვს ხო გახსოვს ხეში ყავ ერთდროულად გაატარენ დარტყმა მაგრამ რადგანაც სოფო უფრო პარი ბაზით იდგა ისა კომბინატორიკის მომენტი რა იმიტომ რომ ჩვენ მე-3 მე-4 დარტყმაზე კარგად უნდა იდგე რა მაგის ფუნდამენტი ზოგადად ის დღე მაგისთვის იყო მიღწეული რა მიღწეული რომ შენ რა დღეს იყავი რა რომ უთხრათ არა მარტო ერთ სადა დარტყმები რა ხუიჩ დღეს ვქნება ხანგრძლივი ეპიზოდი და ვისაუბრებ ბათუმი Fight Night-ზე, რომელიც იქნება 26 სექტემბერს. ვისაუბრებთ JCK-ზე, სოფო ახსენე და არა მარტო სოფო, ორი ადამიანით, ორი მებრძოლით მივდივართ, ჩინეთში ბრუნდებით JCK-ზე. მაგაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მერაბიანი მე-3 დაინიშნა. კიდე შევეხებით ილიას შემდეგ ბრძოლას. თუ რა უნდა იყოს და ბოლოს მაგ რაღაც სურპრიზული გასართობი კითხვები და მახაჩევის პერფორმანსი შევეხებით. მახაჩევზეც კი ბოლო ღონისძიება იყო მახაჩევის, მაინტერესებს მართლა. და ბოლოს მაგ რაღაც სურპრიზი გასართობი კითხვები ბათუმი Fight აკადემიის მებრძოლებზე, როგორც coach, შენ უნდა შეგეკითხო რა, რაღაც გასართობი კითხვები და მოდი სანამ შევალთ და განვაგრძობთ უბრალოდ შევახსენოთ ხალხს რომ Fight Hop-ი არის პირველი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple-ზე და თუ გამოგვიწერთ, მხარს დაგვიჭერთ, უბრალოდ დაგვეხმარებით ჩვენ რომ ვაკეთოთ ის რაც გვიყვარს რა და ეს კონტენტი მოგაწოდოთ. უღრმესი მადლობა, მოდი აღარ გვინდა ბევრი ხუიჩ და დავიწყოთ რა. პირველი თემა არის რომ ბათუმში ბრუნდება ბათუმი Fight Night. და უფრო სხვა სახით, ალბათ უფრო ჩამოყალიბებული, რამდენი ღონისძიება იყო ესეთი ხუიჩ? 3 ღონისძიება გავაკეთეთ ბათუმი Fight Night-ი. crossover-ად კეთება რეალურად ყველა ბათუმი Fight Night-ი რაღაც ორგანიზაციასთან, რაღაც თანამშრომლობასთან ერთად იყო შეფარდებული და ბათუმი Fight Night-ი 4 იქნება ძალიან დიდი ღონისძიება იქნება, მოკლედ რო ვთქვათ რა და პირველი დიდი ღონისძიება იქნება მართლა მასშტაბის და პირველი ღონისძიება იქნება სერია ღონისძიებიდან უფრო სწორად რო ვთქვათ. რასაც ნიშნავს სერია? ანუ სერია ბევრი ღონისძიება, ბევრი ბათუმი Fight Night იქნება რა. არა, უკვე სერია არის, ხო? ხო, კი, მაგრამ ეს როგორ იყო იცი, წელიწადში ერთხელ ვაკეთებდი და ძალიან დიდი შრომას მივდოდა. ეხა კი ანუ ჩამოყალიბ სხვა დონეზე გადავიყვანით, დიახ, ხო რა. ბიუჯეტური ხარჯები შევამცირეთ და დონე ავმატეთ ფაქტიურად რა. ანუ შენი როლი რა არის ამ ღონისძიებაში, პირადი როლი და რა სირთულეები შეგხვდა, რა საერთოდ ესეთი დონის ღონისძიება რო ჩაატარო რა. ბათუმი Fight Night-ი არის იურიდიული პირი, დიდი ხანით ჩამოყალიბებული არის, 3 წლები არის ჩამოყალიბებული ეს იურიდიული პირი. მე ვარ მაგის გენერალური დირექტორი, ზოგადად ოფიციალურად რომ მივუდგეთ, მაგრამ ეხლა ნუ რეალურად CEO
არის აი ზუსტი მიმართულება რო ვთქვა რას ვაკეთებ რა და ანუ შენ Dana White-ი გამოდიხარ? Dana White-ისგან დაგიფაროს ახლა მაგის სიტუაციას რომ Dana White-ი რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ რაღაც ისე კარგად შედგა კომპილაცია ფაქტორების, რომ ყველა საჭირო ხალხთან კარგი კომუნიკაცია მაქვს რა და მაგიდან გამომდინარე შეიქმნა Batumi Fight Night-ის მეოთხე ივენტი, რომელიც არის სპორტის სასახლის ივენტი, დიდი ივენტი ახლა ნოზე აიკეთებ, ძალიან დიდი ივენტი არის მაგი ეს, სადაც ათასობით მაყურებელი იქნება მან და ავი დიდი ტევადობა იქნება, ძალიან ხმაურიანი მოლოდინს ველოდებით რა. ანუ ადრე ვაკეთებდი ჩვენ დიდ საკონფერენციო დარბაზში, სადაც ეტეოდა მაქსიმუმ ყველაზე კარგ შემთხვევაში 400 ადამიანი, ის ყველაზე მაგარი კარგ შემთხვევაში რა. და ეხლა გადავდივართ სპორტულ არენაზე, დიდ სპორტულ არენაზე გადავდივართ რა. და ისე და შედგა ვარსკვლავები, ისე შედგა რაღაც მომენტები, ისე შედგა ჩვენი თანამშრომლობა ბევრ საჭირო ხალხთან, რომ შეიკრა ეს Batumi Fight Night-ი, ეს ისტორია შეიკრა და ერთგვარი გაცოცხლება არის ბრენდის, ასევე რებრენდინგი და ასევე level-up-ი რა. ბედნიერი ვარ ძალიან, რომ ამ პროცესის ნაწილში ვარ. სირთულეები, ძალიან დიდი სირთულეები მოყვება მაგას, მაგრამ იმიტომ ვაკეთებ, რომ ანუ მინდა რომ არსებობდეს ესეთი პლატფორმა კიდე ერთი საქართველოში, როგორც Batumi Fight Night-ი. ჩემი ორიენტირი იყო მაგალითად უმრავლესობა დებიუტანტები რო იყოს და ახალი დამწყები მებრძოლეები ოღონდ ისეთი სახელები, რომელიც რეალურად უნდა გავიგონოთ და თქვა და მაგეთი ისტორია და თქმი უნდა იყოს, ასე რომ ვთქვა და რაღაც დიდი ფუძე ჩაყაროს სხვადასხვა მებრძოლების კარიერაშიც. ეს უშუალოდ მეოთხე ივენტი მაგას ემძღვანელება რა, ბევრი დებიუტი არის, ბევრი ძალიან მაგარი დებიუტია Batumi Fight Night-ზე. ამ ვიდეოში შორტ ქარტს ვერ დავაანონსე. მაგრამ ქარდის ანონსზე ნახავთ, რომ აი ძალიან მაგარი სახელებია დებიუტები. და როდის უნდა ველოდოთ, რომ ბოლოს გავიგებთ რა, main event, co-main event? ძალიან ახლოს ვართ. Main event-ი ვირდებით, რომ ამაზე 50-50 main event-ი. ანუ ახლო ბრძოლა, კარგი matchmaking-ი? ხო, ამაზე 50-50 main event-ი, ამაზე ბევრი რამის დასამტკიცებელი main event-ი შეიძლება ვერც გავიხსენო რა, იმიტომ რომ ორივე მებრძოლეს სასწაულად ჭირდება Batumi Fight. მე ვიცნობ მებრძოლეს? ნებისმიერ შემთხვევაში ერთი ცნობ. ხო. მაგრამ ძალიან დიდი ფსონები აქვს ორივე მებრძოლეს. მე შეიძლება ვთქვა, რომ დიდი კარიერული ფსონები არიან რა. თავარი კითხვა არის ორივე მებრძოლეში ერთი. ვინ დარჩება უმაღლეს დონეზე? როგორც ყველა ბრძოლაში. ყველა ბრძოლაში შეიძლება ჩვენ ახლა UFC-ს კამპარზე ვწვდო მაგალითად UFC-ს ტოპები ვიყოთ და ტოპ 5-ში იყოს ბრძოლა და მაინც მე უმაღლეს დონეზე დარჩები, მაგრამ ეს უშუალოდ ვინ არის 1FC, ვინ არის UFC, ვინ არის აი ეს ლეველი, ვინ არის PFL-ის ლეველი და ვინ არ არის. მაგის გადაწყვეტილება არის რა. მაგიტო ძალიან საინტერესოა და სტილისტიკურად ისეთი მაჩაპი არის, რომ რავი რა. ჩაუჯექით. მოდი რა ვახსენებ იმას, რომ მგონი ეს რაღაც სეკრეტი არ უნდა იყოს, რომ ჩვენ ვიხილავთ Batumi Fight Academy-ის მებრძოლებს, ხო? რახან Batumში არის, ეს მგონი რაღაც არ არის, ხო, ანონსი რო ხო? ანუ ვიხილავთ ქართველებს, ხო? არა მარტო Batumi-დან საერთოდ საქართველოს პროფებს და ოპონენტები იქნებიან ყველა სხვა ქვეყნებიდან. არა, ქართული მაჩაპიც იქნება. ერთი ქართული მაჩაპი არის დაანონსებული. არის უკვე დაანონსებული გამზადებული 95% მზად არის ეს ქართული მაჩაპი. მაგით ძალიან ქართული არაკაზუალი მაყურებლისთვის მე მგონი ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება მაგი. პლუს გიო სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩემი თავარი მიზანი იყოს, რომ ეს არ იყოს ივენტი Batumi საბრძოლო აკადემიისთვის რა. საქართველოს ივენტი იყოს. ხო რა და აბსოლუტურად უმრავლესობა კლუბების მონაწილეობენ აქანე და მე მამასაც შემიძლია ვთქვა, რომ მე ყველა კლუბის წევრს მივაწოდე ასე თუ ისე ხმა. სადაც მიმეწონებოდა ხმა და სადაც ვიცი, რომ პროფესიონალი მებრძოლები არსებობენ. ვიღაცას ყავდა პროფესიონალები, ვიღაცა დაკავებული იყო. რაღაც კლუბებმა 3 და 4 მებრძოლეთი ჩაჯდნენ, მოკლედ რომ ვთქვა, კარტში, ამიტომ და კარტი დიდი არის, არა 10 ბრძოლიანი და 11 ბრძოლიანი კარტი, ძალიან ცელი კარტია, 15 ბრძოლამდე არის მოლოდინი.
15-16-დან შეიძლება თქვა კიდე მომოდინა. მოკლედ ბათუმი გაჭედილი იქნება მაგ დროს 26 სექტემბერს. დიახ. სამწუხაროა რომ მე აქ არ მაგრამ შეიძლება ვიყო რა იცი რა ხდება ხო? შეიძლება. აქ რო ვიყო რამე როლს ვერ მომსებდი? მოგცემდი როგორი გადრება. შენ ის წამოიღო ხო? ვედრო წამოიღო? სიამოვნებდი. მე შე როგორც სეკუნდარი დაუმარცხებელი ხარ და მე ვფიქრობ რომ მეინ ივენტში სეკუნდატად დაიგაყენოთ რადგანაც 100%-იანი შედეგი აქვს ვინც არის ეს გიორგი სარტანიას როგორც სეკუნდანტი ყავს ესეთი მებრძოლები და სეკუნდანტები როგორც არის ბიზინა გავაშელი როგორც ოფირო ბაღეშვილი როგორც გოჩა შაინიძე ამიტომ თან ელიტაზე ყავს მე კუთხეში ვყოფირა არანაკლები ელიტა იქნება მეინ ივენტზე ამიტომ შეგიძლია სეკუნდად იყო რა თქმა უნდა არის ხუმრობა შენ შეგიძლია დიდი ჟურნალისტიკური ნაწილი მე დიდი ნაწილი მექნება დიდი სიამოვნებას გამიცდი რომ დიდი ჟურნალისტიკური ნაწილი მაგალითად იყოს ფაითო პოდკასტის ეს იმიტომ ფაითო პოდკასტი არამედ ქართული MMA-ის დიდი ძმა და დიდი პარტნიორი უანგარო დიდი ძმა და დიდი პარტნიორი არის რა ამიტომ რავი, აბა უშენოდ ძმაო Fight Hop პოდკასტი ალბათ გაჩერებული იქნებოდა რამდენი ხანია და ჩვენ ერთად ვაწვევით უკვე რამდენი ხანია და მადლობელი ვარ ძმაო ურმესი მადლობა რა ხვიჩ. სანამ გადავალთ რა თემიდან რა ანუ თლიანად ჩართული ვინც არის რა ან მაგალითად კომიტეტი თუ არსებობს ან საჯები ან კომენტატორი ეს ყველა ქართველები არიან თუ მოწვეული არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ხო არა მოწვეულები არიან რა თქმა უნდა მოწვეულები მაგარი საჯები არიან UFC-ის საჯები არიან მოწვეული KSW-ის საჯებია მოწვეული უმაღლესი საჯები არის მოწვეული საკომენტატორო ტრიბუნას ძალიან მოგეწონება საკომენტატორო გუნდიც ძალიან მოგეწონება დარწმუნებული ვარ რა plus რაღაცები გვაქვს ისეთი რაც მინდა შემოგთავაზოთ ახალი ქართული მაყურებელს. ორი კომენტატორი იქნება, ორი? დიახ. და კომენტატორი იქნება ქართულად, ხო? დიახ, კომენტარები ქართულად იქნება, ring announcing იქნება ინგლისურად. გასაგებია. Coach, some coaching coach. Self drive. და ხვიჩ თავიდან ვახსენეთ უკვე რამოდენიმეჯერ სოფო რა და სოფო არის ძალიან მაგარ სერიაზე ახლა რა JCK არის ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დიდი ორგანიზაცია რა უკვე ყველაზე წარმატებული და დიდი არის შეიძლება ვთქვათ და ძალიან დიდი სურვილი გამოხატეს სოფოს კონტრაქტზე ეს კონტრაქტი სოფომ აიღო და მოაწერა ხო ხელი ბოლო გამარჯვების მერე 2-0-ზე არის ახლა JCK-ში. დაამარცხა ბოლოს ჩვენ რო ვიყავით რა, ულამაზესი კომბინაცი დგომში მერე სროლა მოგვერდი და მერე armbar-ი ხო? არა, J-Lock-ი ქვია მაგას. J-Lock-ი ხო? ხელი ხო გაუჭედა ეს? ხელი გაუჭედა და ამოუგდო ხო? J-Lock ხო? ამოუგდო რა ის მეტოქე ვერ მოასწრო დანებება იმდენად ჭიდრო და მზიმესაბი შენი იყო. იმდენად მაგრა იყო შესრულებული პლუს ანუ ზიანი თავში გატარებული დათმობის. და მის მერე JCK-ში ბრუნდებით არა მარტო სოფო მიყავს, მაგრამ კიდე ერთი უძლიერესი მებრძოლი, რომელიც ნახე მე სხვათა შორის დღეს ხო? გაიცანი. კი. აზიმოვი არის გვარად ხო? ჩეჩენი მებრძოლი არის ჩვენთან ცხოვრობს. ქართული ჩეჩენი მებრძოლი, საქართველოს მაცხოვრებელი ჩეჩენი მებრძოლი არის ჰამიდ აზიმოვი. რავი, ქართული გრეპლინგის ლეგენდა არის ერთგვარი, ძალიან წარმატებული ქართული გრეპლერი არის და 100%-იანი ფინიშ რეიტი აქვს. 7-1-ზე აქვს რეკორდი და ის
ის ერთიც ეხა ნუ ყველაფერი ხდება ამაში, მაგრამ ტიპი არის ფინიშების მანქანა რა. ჰამიდი და ჰამიდმა მიიღო დიდი გამოწვევა GCK-ისთვის. მაგრამ GCK ეხა ისეთი კარგი ლუკმა არის ქართული მებრძოლისთვის, ხო? რომ უღირს და გვიღირს მაგაზე მუშაობა რა GCK-ზე. ძალიან მაგარი გამოწვევა მიიღო, კიდე წონათა კატეგორიაში მაღლა ადის. 70 კილოში დაიწყო ჰამიდმა. უამრავი ფინიშები აქვს 70 კილოში. ავიდა 77-ში. იქაც ფინიშები აქვს უამრავი. ყველა ბრძოლა ფინიშებით 100%-იანი ფინიშ რეიტი აქვს აზიმოვს. და ეხა ადის middleweight-ში. და middleweight-შიც ფინიშის მოპოვების შემდეგ ხო იქნება ერთ-ერთი მებრძოლი იქნება რომელიც 100%-იანი შედეგი აქვს ფინიშებში თან სამწონათა კატეგორიაში რა. და ანუ lightweight, welterweight, middleweight? ხო. ვაა. ხო და ინახე ამით რამხელა არის რეალურად ეხა lightweight არის ნახევარი მისი ადამიანი რა. და lightweight ძალიან დიდი ხნის წინ იყო ალბათ. დიახ, ხო, კარიერა დაიწყო როგორც lightweight და წელიწადზე მეტის უკან უკვე გადავიდეთ მითხრა რომ პერფორმანსის ხარისხი კარგავ კი არ წაუგია ბრძოლა როგორც lightweight მაგრამ პერფორმანსის ხარისხი კარგავ როგორც lightweight-ო და მინდა welter-ში ვიშხობო და welter-ში ექსპერიმენტის შემდეგ რაც გადაწყვეტილებით გაუჭირდა მაგრამ მე უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლები მოიგო და აკამბექა მისი welter-ის კარიერა და ძალიან რავი რა ძალიან ტოპი ყავს საქართველოს ქართულ MMA-ში და უშუალოდ გრეპლინგში და ჯიუ-ჯიტსუს სამყაროში რა ეს MMA-ის ჯიუ-ჯიტსუს და MMA-ის გრეპლინგის სამყაროს MMA-ში ძალიან მაგარი წარმომადგენელი ყავს რა ჰამიდაზე მოვის თვალით და გაუმართლა კიდე ფაქტორებში იმიტომ რომ GCK ეს უშუალოდ GCK-ის ორგანიზებული ივენთი არა ეს GCK Kings 16 არის რა 16 ესაა მე 16 აი GCK-ის ხო რამდენი ივენტები აქვს ის ასობით ივენტები აქვს შეტარებული რა მაგრამ GCK-ის გაუმართლა GCK-ის კი არა GCK-ის გამართული აქვს მაგრამ მხოლოდ მე 16 ივენტია ესეთი დიდი მაგას მომართავს რა რავი როგორ აღიხსნათ ახლა ანუ UFC-ის ნომრიანი ღონისძიებები რო არის იმაზე იშვიათად აკეთებს მაგრამ რაც pay-per-view იყო ადრე რა ეგეთი ვარიანტი არის კი ძალიან დიდი pay-per-view არის ორი საჩემპიონო ტიტულს ათამაშებენ საჩემპიონო კამერას ათამაშებენ და ძალიან დიდი აჟიოტაჟი მაქვს მაგიტომის ჩინეთშიც pay-per-view-ზე იქნება ესა ეს არ იქნება თავისუფლად დასწრებაზე კი მიგო უფასოდ სამწუხაროდ ვერცერთი ვერანაირი მაყურებელი ვერ უყურებს მაგრამ ნუ ფინიშის შედეგი ვერ ანუ საქართველოში შეიძლება ვერ ვნახოთ ხო ჩინოს სერვისს თუ არ მიუკავშირდით ვერ ვნახავთ ჩვენ ვეცდებით ჩვენ გვეხმარებიან ხალხი ბოლოსაც მახსოვს ჩვენ რო იყავით ჩვენ არ ვიცოდით სად უნდა გვენახა და ჩვენიანებმა ქართველებმა ლინკი გამოგვიგზავნეს არ ვიცი საიდან ჩავაგდეთ და იქ იყო რა და დარწმუნებული ვარ რომ ეხაც იმედი არის ნებისმიერ შემთხვევაში რა რომ წომა გვექნება მაგ პერფორმანსებიდან იმიტომ რადგანაც ორივეს ყავთ ძალიან მაგარი მეტოქე ძალიან მაგარი ბრძოლა ეხლა დატოვა UFC სოფოს მეტოქემ და დატოვა UFC მარცხებით კი არა და სადაო გადაწყვეტილებით დატოვა UFC და იმ გზაზე დგას რომ დააკამბეკოს მისი კარიერა UFC-ში, UAE Warriors-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა ერთსლოვანი გადაწყვეტილებით და ეხლა GCK-ის ერთ-ერთ უდიდესი ივენტზე, ერთ-ერთ უდიდესი გოგონების ბრძოლაში ნუ ხდება ნამდვილ ტერმინატორს ეხლა რა, სოფოს თუ უგებს, აქვს უკვე შანსი რომ რაღაცა თქვას რომ ვარ რა, რეალურად რა თავიდან დამინახეთ რა. მაქსიმუმ ერთ სოფოს შემთხვევაში მაქსიმუმ ერთ მოგებაში და იგივე სოფოს ვისაც ძალიან მაგარი მოგება არის, როცა ვეტერანს, UFC-ის ვეტერანს ამარცხებთ, მაგრამ გონია თუ არა რომ ანუ ბოლო ბრძოლა თვითონ სოფომ თქვა რომ ეგონა რომ მაგარი ანუ სული ბრძოლა იქნებოდა და ეგეთი ადვილი არ იქნებოდა რა მომენტი არის იცი სოფო გავიდა პრაიმში გადის მის პრაიმში გავიდა კიდე არ გასულა მაგრამ გადის მის პრაიმში რა გადის მის პრაიმში რას უწოდებ ახალგაზრდობას აი ძალიან ახალგაზრდობა როცა არის ახალგაზრდა როცა არის მებრძოლი ხო აი 18, 19, 20, 21 ასე რომ ხო მაგეროს მაგხელა ძალა დარტყმის პლუს გამოცდილება პლუს აი ძალიან ბევრი რაღაც ეხლა შეითვისებს აღაშვილი ვეტერანის გამოცდილებას პლუს ძალიან მაგარ ფიზიკურ პიკს ხედავ აი ძალიან ბასრია ძალიან ფეთქებადია ძალიან ჩხარია უნარები დგომში პარტერში ყველგან გააჩნია უდიდესი ხარ დონის უნარები და ამიდან გამომდინარე
ამაზე სახიფათო მებრძოლი როგორც არის ბაღიშვილი დღეს ხო მაგაზე სახიფათო ბაღიშვილი არასოდეს არ ყოფილა რადგანაც ძალიან ბევრი ანუ 52 კილოგრამის მებრძოლი რომელიც ფაქტიურად იკლებს 2 კილოგრამს ყველაზე კარგად 4 კილოგრამს 52 კილოგრამთა ზონათა კატეგორიაში და ერთი დარტყმით შეუძლია ბევრი გააყანჭალოს ხო ორი გააყანჭალოს ხო და რას გააყანჭალოს ნიშნავს ეს გრული ის არა ქვია ტერმინოლოგია რომელიც ნიშნავს დარტყმის შემდეგ როცა ადამიანი აბარბაცდება გააყანჭალოს ხო რა რა გააყანჭალოს რა ნებისმიერი მებრძოლი შეუძლია ერთი დარტყმით 10 ეკოს ანუ 52 კილოგრამ ადამიანს ხო ხარ რა წომავს იმიტომ რომ ეს შედის მის პიკში და სათანადო მატჩმეიკინგსაც სათანადო მეტოქებსაც ხდება რა იმიტომ რომ სოფოს არაფერზე არ სადარ აქვს ანუ ადვილი გზა დასაგები რა ყველა ვისაც შეხდება ყველა ვინ შეხდება მაგას ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლა ელოდება დღესდღეობით მაგას მის კარიერაში მაგათ მის კარიერაში რა ამიტომ სუპერ მეჩაპი არის ძალიან დიდი მოლოდინი არის ამ მეჩაპზე სოფოს მეტოქი არის საკურაბა კაზუში საკურაბას მოსწავლე წარმოიდგენ და მაგ თვითონაც საკურაბაა გვარა არა საკურაბას სკოლიდან არის და მაგის მოსწავლე იგივე სტილი აქვს ჭიდაობის და ძალიან საინტერესო არის რა ცაცია მოჭიდავე ეს ორტოდოქს მოჭიდავე უბრალოდ ხო მოჭიდავე არ არის უკვე გამხდარი უკვე არის პატრა მაიკ ტაისონი გამხდარი რა იმიტომ რომ ბოლო ორ ბრძოლაში მაგარა დარტყმების მიაწოდა მის მეტოქეებს უკვე თავზე საკმარისად მეტი არის რომ გასაგები იყოს მაგი რა რადონეზი არის რომ GCK-მაც დაინახა და იმდენად დიდი ივენტი არის რომ შეფარდებულია ეს მოვლენა იაპონელების და ჩინელების დაჯახებას და ჩინურ ორგანიზაციას ამ შემთხვევაში ქართველი ბრძოლე წარმოადგენს რა ჩვენი მამლუქი არის მოკლედ რა ვთქვა აუ ეგ მოდი ავხსნათ რა ანუ ჩინელებს და იაპონელებს აქვთ ძალიან დიდი ისტორიული ბიფი ხო რა ისტორიული ბიფი rivalry და ყველაზე ძალიან მაგათთან არ უნდათ მარცხი ჩინელებს რა ანუ ისტორიულად რაც მოხდა რა მაგ შორის და ანუ პრინციპულად უნდა მოუგონ ხოლმე იაპონელებს რა მაგრამ იაპონელები MMA-ში და საერთოდ კომბატ სპორტში მე ვიტყვი რომ უფრო ძლიერები არიან ვიდრე ჩინელები რა ოღონდ ქალებში მე მგონი ჩინელები უფრო ძლიერებია რა აი UFC-საც რო შეხედო რა დენი ქალები არიან რა 100% 100% სასწაულად მაგრამ და სოფო ძალიან უყვართ რა JCK-ში რა მე ხო იქ ვიყავი და სოფომ გათიშე დააფინიშა ჩინელი რა და აი როგორი რეაქცია იყო რა ეს ნათქვამი გაქვს მაგრამ არ მჯეროდა რა აი ხა რო წარმოიდგინო რომ ქართველი დამარცხდა ესე საქართველოში აი ნიშნულოვან სხვა ქვეყანასთან ეგეთი რეაქცია ნამდვილად არ იქნებოდა აი უხაროდათ რა შენ არ იყავი გოჩა რო ეჭხებოდა ჩინელს იქ არ იყავი კუთხეში მთელი დარბაზი დადუმებული იყო იგი ძალადობას უყურებდა და იმდენია რომ ერთი 200 დარტყმა დაარტყა გოჩა მის მეტოქეს და ერთი მუხლები არ მოარტყა სახეში ხო აი 200 და მუხლები დაყვები ყველაფერი დააფშლო თავზე იმ ჩინელმა რაც გადაიტანა და ერთი ტაშის დაკრა არ იყო ერთი ტაში უკრავდნენ როცა ჩინელი მის თავს შველოდა და ამ შემთხვევაში ანუ დიდი გულშემატკივრობა მიდის უშუალოდ მიმართ და ანუ მამლუქიო რა მაგ ეგულისხმე რომ სოფო არის ჩინეთის მამლუქი რა იაპონელს გაუგზავნეს რა კი არა მატჩმეიკინგმა და მატჩმეიკინგის პერიოდში გაგვიხსნეს რომ არის ეს იაპონელი გოგო უნდათ რომ ჩინეთში ანუ ისეთი ბრძოლა იყოს ხო ეხლა რა ძალიან მაგარი მებრძოლი დაახვედრონ უნდა მაგას რა ჩვენი ორგანიზაციიდან აქ უკვე ჩამოყალიბებული არის როგორც არის სოფო ვისაც კონტრაქტი აქვს რა დიახ და მაგის მებრძოლის დახვედრება მოუნდათ მან და ეს დახვედრება იყო უბრალოდ ეს მომენტი რა უშუალოდ ხო და ხვიჩ ეხლა შენ რო თქვი დააყანჭალონო რა მოდი ეს მოწონების სიმბოლი YouTube-ზე დააყანჭალეთ ხარი დაგვიჭირეთ და დარჩით Fight Hub podcast-ზე ხო და ამიძე მინდოდა მეკითხა რა ანუ JCK-ში ეხლა აქვს ერთი ბრძოლიანი კონტრაქტი მარტო მხოლოდ ხო უბრალოდ JCK-ს ესეთი ორგანიზაცია პირდაპირ კონტრაქტს არ იძლევა მაგი რა შენ უნდა დაამტკიცო რომ სანახაობრივი ხარ და უნდა დაამტკიცო რომ ეკუთვნი მაგ მარკეტს უშუალოდ რა და მაყურებლის რეაქციაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგაზე რა და ეხა
სოფოს ეხორწებოდნენ პირველი ბრძოლის შემდეგ კონტრაქტს, იმიტომ რომ აშკარად ფიდბექი აუდიტორიის ძალიან დიდი იყო. და მეორე ბრძოლაც ერთი ბრძოლის კონტრაქტით მიცემ. რომ კიდე ერთხელ მოსინჯოთ ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობა და მეორე ბრძოლაზე სიმხელა დიდი ფიდბექი იყო, რომ ანუ ყველანაირ პირობებზე წამოვიდნენ, ოღონდ შენი ჭუბეო რა და გეტყვით რომ დებიუტანტებიდან, GSK-ის კონტრაქტის დებიუტანტებიდან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პირობები გააჩნია. მართლა ძალიან დიდი აბა ისეთი სტამბერსტავი მოგება ქონდა რა ბოლოს. ხო არა მარტო მოგებაზე არის, ანუ აუდიტორია როგორ რეაგირებს შენზე, ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგი მომენტი. და აუდიტორია ძალიან ლამაზ რო უძახიან, მაგასაც აქვს ფაქტორი, ხო? ლამაზი გოგოს როგორ რეაგირებს, რომ წერს შენზე, ფიდბექი აქვს შენზე, არა მარტო შეხედულება შეიძლება ხო სხვა ნუ ყველაფერს აქვს რა, რაღაცა გავლენა. გულგრილი არა აუდიტორია შენს მიმართ, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. და მაგა გამოიწვია ეს დონე სადაც არის მაგი. და როგორი შანსები არის ახლა რომ ჩამოყალიბდეს ბოლოს და ბოლოს 52 კილოგრამის კამარი JCK-ში გოგოებისთვის რა და ეს უბრალოდ გაწმენდის მომენტი არის, აი JCK-ის სიდინგი არის ესეთი რომ რა რომ ჩამოყალიბდეს JCK-ის ეს ზონთა კატეგორია. atomic ზონთა კატეგორია არა მაგრამ strawweight. strawweight ხო? ეს არის უბრალოდ JCK-ის სიდინგის, ანუ ჩამოყალიბება არის strawweight-ები რომ ჩამოყალიბდეს როგორც ზონთა კატეგორია. რადგან ძალიან მაგარი და სანახაობრივი კატეგორია ჯენემრთი პირველ რიგში რა და მეორე ანუ სუპერ საინტერესო ბრძოლები არის და მარკეტის დიდ ნაწილს იმყრობს ასე რომ ვთქვათ რა. ველოდებით ძალიან საინტერესოა, ძალიან ბევრი მებრძოლე უშუალოდ კონტრაქტზე უკვე არის რა და ყველა ივენტზე მე მგონი რაღაც რამოდენიმე strawweight-ები არიან რა. და ტიტულზე მეტად სიმართლეს გეტყვი, ხო? GSK-ის Grand Prix-ის მოგება უფრო საჭირო არის ჩვენთვის, ვიდრე საჩემპიონო ტიტული. რადგან GSK-ის Grand Prix, ხო, არის $1,000,000 Grand Prix რა. $1,000,000 $150,000 ფარგლებში არის რა, პლუს მინუს $10,000. მაგრამ ძალიან დიდი ფული არის რა. დღეს ხა $150,000 $1,000,000 არის $100,000. $150-მდე. ხო. და აი იმდენ ესეთი ჰონორარები არც არსებობს. GSK-ის Grand Prix არის, ანუ მთავარი მიზანი, სადაც მიიმართება უმრავლესობა აბსოლუტურის მებრძოლეების რა. ანუ ეს არის მთავარი წერილი. კი, კარგი ჰონორარია და $10,000 $1,000 ღებულობენ ზოგი მებრძოლეები რა თქმა უნდა. და არის გეგმაში ეგეთი რამე 52 კილოგრამი. კი, ეს არის გეგმა, ჩვენ მაგი იმით შემოვედით GSK-ში, რომ Grand Prix-ს დავესწრო და თუ იქნება Grand Prix პირველი რა თქმა უნდა სოფო იქნება და ამ გამარჯვების მერე number 1 seed იქნება ასე მაშინ რა ქვია პირველ რჩეული იქნება. ნუ ძალიან მაგარია და მინდა უსურვო Batumi Fight Academy-ას ჩინეთში დიდი წარმატება. ჩვენ ერთად ვიქნებით ისევ JCK-ში. Liuliangში Taiyuan-თან და იქიდან კონტენტს შემოგთავაზებთ ისევ ერთხელ რა. Let's go Sopo. Let's go Hamid. ანუ ჯერ ხვიჩ ნახავთ Batumi Fight Nights რა, მაგრამ მე მგონი არ ვწდები და ყველა ქართული MMA-ის გულშემატკივარი ძალიან ელოდება რკენას დაბრუნებას რა. და ნახეთ, რომ რკენაზე მოაწერეს ბერმა მებრძოლმა კონტრაქტი რა. ანუ ვიხილავთ ცნობილია ვიხილავთ შემდეგ რკენაზე რა. ჯერ თარიღი არ ვიცით, მაგრამ ვიცით ვინ მოაწერე კონტრაქტი, ხო? და Batumi Fight Academy-დანაც არიან რამოდენიმე, ხო? ხვიჩი. შეგიძლია მოგითხრა ვინ არიან, ანუ ლორტიპანიძე, სოზაშვილი, ჯუბა ბერიძე, ბეკა შაინიძე, ამერან მამულაძე. ვაუ. 5 კაცი არის? ხანგრძლივი კონტრაქტები გააჩნიათ, მისი ვარიაციებით კონტრაქტების, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ქართული MMA-ის კიდევ ერთი ნაბიჯი არის გადადგმული, რომ როგორ გითხრათ რა, რო არის შექმნილი როსტერები, წონათ კატეგორიები, მისი სიტუაციებით, მისი გეგმებით, მისი გრაფიკით მოკლედ რო ვთქვათ რა, რომ მებრძოლეს აქვს დაწერილი მომავალი. ხო. მე ერთ-ერთ ქართული მედია გიგანტთან, სეტანტასთან გაერთიანებული რა. და რა მაინტერესებს, იცი მან
რატო არ იყო, ანუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, მაგათ მარტო ერთ ბრძოლიანი კონტრაქტები ექნებათ, რომ ჩვენ არა, იქნება სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, მაგრამ სხვა დროს იქნება, ანუ მაგის ხო, მისი დროს იქნება, მაგასაც მოიღვებით ინსაიდს, შეიძლება არ ქონდეს მაგის გულისწოლა, მაგას მისი მომენტი ექნება რა, რომ მოგიყვოთ. და კიდე სხვა კლუბებიდანაც იყო ხო მოწერილი? კი, ჩემპიონთა აკადემია ვეფხის პაუსანი მაქსიმალურ რაოდენობაში არის წარმოდგენილი მაგრამ. მართლა მოკითხვა ყველა კლუბს წარმატება ქართულ MMA-ს და ერთი სული გვაქვს, როდის ვნახავთ ყენას ისევ რა. დარწმუნებულია მაგარი გეგმები არის და უბრალოდ ეხა მე არ ვიცი და გავიგებთ რა. კი, ძალიან სასწაულ მუშაობას აპირებს ყენა და მე თვითონ მოვაგარ მოლოდინში ვარ. აი მაშინ ეხა კამერა უნდა გამორთე, იმიტომ რომ უნდა მითხრა რა. ჩუმად. აი, მოდი ეხა გადავიდეთ ეხა mainstream რასაც ქვია რა, ყველაზე დიდი ბრძოლა. ბოლოს ბიძისთანაც ვისაუბრე ამაზე. დიახ. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე დიდი დანიშნული ბრძოლა ქართულ MMA-ის ისტორიაში დღესდღეობით რაც არის, რომელიც არის მერაბ დვალიშვილი, პიტერ იანი 3 ბანთამოის ქამარზე პრინციპული ბრძოლა რა. ისტორიული ბრძოლა. ისტორიული პრინციპული და ხუჭ პირველი ორი ბრძოლა იყო ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან რა. პირველი ბრძოლა სხვა იყო, მეორე ბრძოლა სულ სხვა იყო რა. დიახ. და შენი აზრით რა მესამე ბრძოლაში რა ხდება? ანუ ეგეც კიდე სულ სხვანაირი იქნება თუ დაემსგავსება უფრო ან პირველ ბრძოლას მერაბის დომინაციას თუ უფრო მეორე ბრძოლას თუ ესეც სულ სხვანაირი ბრძოლა იქნება რა. რა, მე მგონია რომ ყველა ბრძოლა ჯერ ერთი სხვა არის და ეს ბრძოლაც აშკარად სხვა ბრძოლა იქნება. პლუს მერაბში ვხედავ შიმშილს ამ ივენტისთვის რა. იმიტომ რომ რაღაც სხვა მუხტი გააჩნია ეხლა. მერაბ დვალიშვილს არა მარტო იმაში გამოიხადება რომ უბრალოდ ჩხუბი ჩაატაროს, არამედ ანუ იმ მუხტს ხედავ როგორც უმართან ჰქონდა. აი მე მუხტს ხედავ, აი რაღაც ძალიან ჯინი მუხტი, აი ძალიან დამუხტული არის რომ გამარჯვება მოიპოვოს და უდიდეს ტრილოგიაში წერტილი დასვას ანუ MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრილოგია არის რა. ველასკესი დოს სანტოსის ლეველის ტრილოგია არის მაგი რა. დიდი ინტერესი აქვს რომ წერტილი დასვას, საბოლოო წერტილი დასვას მოგზოლაში. შენი აზრით რა მერაბმა რა უნდა გააკეთოს სხვანაირად რა ამ ბრძოლაში, რაც მეორე ბრძოლაში განსხვავდება რა. როგორც თქვა coach Tengom ერთხელ მაგის ციტირებას გავაკეთებ, რომ ჩემს სიტყვებს არ მივაწერო მაგი მომენტი რა. სეფიაშვილს მოკითხვა. დიახ, Tengo სეფიაშვილს დიდი მოკითხვა, სენსეის დიდი Mutant MMA. Mutant MMA-ს. მერაბი უნდა იყოს მერაბ დვალიშვილი. არ არის არაფრის მოგონება საჭირო. იმიტომ რომ იმ თამაში რაშიც არის მერაბი რაშიც ასპარეზობს, ხო, ის არის საუკეთესო. სოფლიოში საუკეთესო არის. მაგაზე მეტი საუკეთესო მეორე არ არსებობს ასეთი. და უბრალოდ უნდა იყოს მერაბ დვალიშვილი. უბრალოდ რატო წააგო ბრძოლა? იმიტომ რომ არ იყო მერაბ დვალიშვილი მაგ საღამოს. მაგი. და იყო რაღაც გომის ექსპერიმენტები, რაღაცეები, შეიძლება ტრავმებიდან გამომდინარე იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იმ საღამოს ის მერაბ დვალიშვილი არ იყო. ის მანქანა არის. თორე ხა პეტრიანი იყო, ანუ აი სანტიმეტრებში ჩხუბობდა, ისე ვიწრო ჩხუბობდა რა, სანტიმეტრებში ჩხუბობდა. ერთი ჰიპერაგრესია, რომელიც იყო შეფარდებული, პირველ ბრძოლაში როგორც იყო შეფარდებული, აი მისი ტემპის გადატეხვასთან, ხო? მაგრამ რომ ხარიყო დარწმუნებული რომ პეტრიანი იგივე დაემართებოდა როგორც პირველ ბრძოლაში რა, რომ ანუ სრული დაბნეულობაში იქნებოდა, სრულად შეჭმული იქნებოდა. მაგრამ მე ჩემი განმოსახედიდან უბრალოდ მერაბ დვალიშვილს სჭირდება რომ იყოს მერაბ დვალიშვილი. მეტი არც ნაკლები. იმიტომ რომ მის თამაში, მის ოკეანეში არის საუკეთესო. მის სამყაროში არის საუკეთესო. და კაი მეორე მხარესაც შევხედოთ ეხლა რა შენი აზრით პიტერიანი რამდენად უფრო გაუმჯობეს და აი იმ პირველი ბრძოლიდან ეხლა მეორემდე და რა როგორ ვერსიას შეიძლება ვნახოთ ყველაზე უარესი რა ანუ ყველაზე კაი ვერსია პიტერიანის გაზდას თუ ხედავ თვითონ იანში რა მომენტი არის პიტერიანს პრობლემა აქვს რომ ვარსკვლავს იჭერს
ანუ ზოგადად მაგის დიდი პრობლემა არის. მერაბ დვალიშვილთან პირველ ბრძოლაში მაგიტო წააგო მასე ერთპირად და რაუნდიც კი ვერ მოიგო, იმიტომ რომ ვარსკვლავი დაიჭირა მაგ ბრძოლაში. აი რაღაც he's nothing, he's zero რაღაცა ხარა. ეხაც მაგი ვაიბი დაყვება პეტრიანს რა. მაგრამ მაინც ვეტერანი არის სპორტიზე, შეიძლება ანუ მაგი ვიდეს არ დაუშვას რა. ანუ პირველი გამარჯვების შემდეგ შეიძლება მერაბს ისეთი მუღამი არ ქონდა მომზადებაში რახან ეგრე დაამარცხა და იმან ვარსკვლავები დაიჭირა. ეხა პიტერ იანის საკმაოდ სამბეჭდავი მოგების შემდეგ შეიძლება თვითონ ისევ ზემოდან დახედოს მერაბს. ზემოდან მაგი აუცილებლად დახედავს მერაბს უკვე კომენტარებიდან გამომდინარე უკვე ზემოდან დახედა. ფაქტურად შეიძლება ვთქვა რა, რადგან სამუდინო იმაზე კომენტარებს აკეთებდა. და მაგას რო თავი გავანებოთ ზემოდან დახედვას თავი რო გავანებოთ, ხო? პეტერ იანი მოდის მძიმე ოპერაციის შემდეგ. მძიმე ოპერაციის შემდეგ, ხო? მერაბ დვალიშვილთან შესვლა ხარის უდიდესი შეცდომა, მოკლედ რო გითხრა რა. რომელსაც შენ დიდი პაუზა უნდა აიღე, თავიდან მომზადება დაიწყე. მერაბთან დვალიშვილთან როდის არის კარგი ჭრილი, იცი? ესეც ტრიგზე რო ხარ რა. ბრძოლა მოიგე, ტრავმების გარეშე, წონა დაიგელი, აიღდგინე. ბახ, ბრძოლა მოიგე, ტრავმების გარეშე, აიღდგინე, დაიგელი წონა, აიღდგინე. ესეც ტრიგზე როგორც იყო მია პეტრიანი, მისი მაქსიმალური პერფორმანსი დადო მერაბ დვალიშვილის საწინააღმდეგო. მაგრამ პაუზის შემდეგ, როცა შენ შეჩერებული იყავი და ეს არ იყო შეჩერებული, ეს აქტიური იყო. ეს მის თემას აწობოდა და ნახეთ ოლიმპიური ჩემპიონი როგორ მილიონი ტექდაუნით და 2 წუთიანი ტაიმებში რა უქნა ტიპს. ყველაზე ღალატი ეს პირველად დავინახეთ ცხოვრებაში, ასეთი ამხელა დაღალონ თავისუფალი ჭიდაობის მომენტში მაღალი დონის მოჭიდავე რა. ამიტომ პეტრიანი ჩემთვის აშკარად ახლოს ფავორიტათაც არ არის, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ მოდის და მაგ ოპერაციის შემდეგ ეს ნარკოზი, ეს აღდგენა, ეს რეაბილიტაცია კი დაიწყო ვარჯიში, კი რაღაცა, მაგრამ რო დაიწყება მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე რაუნდი, ეს უკვე სხვა გავლენას იქონიებს მესე რა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, შეიძლება კიდე მესამე ბრძოლის მერე მეოთხეს ვნახოთ. თუ მერაბ დვალიშვილი კარიერას არ დაასრულებს, რისიც მე არ მჯერავს სიმართლე გითხრა. მეოთხე ბრძოლა კიდე იანთან? მე მჯერავს რომ მერაბის შეუძლია ეს გააკეთოს. მერაბის შეუძლია ეს გააკეთოს. იქეთ თუ იქნებიან ის ხალხი. მერაბს შეუძლია მესამე ჯერაც ომალისთან გავიდეს. მერაბს შეუძლია მეორესთან ომართანაც გავიდეს. თუ ომარი მოიპოვებს იანს დოდთან გამარჯვებას. მერაბს ყველაფერი შეუძლია როგორც ახლეც რა. და ანუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ბრძოლა ახლა და აქ ჩვენი გამარჯვება ქართულ MMA-ისთვის და მერაბის ლეგესისთვის რა. ეს ლეგესი ქართულად არ ვიცი ზუსტად როგორ არის, მაგრამ ლეგესი არის მოკლედ შენი ანდერძი გამოდის თუ არა, აი შენ დატოვებული კვალი, ხო? რავი, ძალიან დიდი ბრძოლა არის ქართულ MMA-ისთვის აშკარად, მაგრამ ანუ მიღწევა რაში გამოიხატება. რომ შენ რაღაცა მიაღწია, ხო? რეალურად ჩვენ პეტრიანი დამარცხებული ყავს. ომალისგან ტრონი დეთრონი გვაქვს ომალის გაკეთებული და პლუს ამოდენი და პლუს ზევიდან სამი უდიდესი დაცვას გაკეთებული. მერაბის ლეგასის ის ვერანაირად ვერ შელახავს. დამარცხება ამ ბრძოლაში. მარტო გაამაგრებს მოგამარჯვება. აი, იმიტომ რომ მერაბი ერთ-ერთი მერაბს ისი დამტკიცებაც შეიძლებოდა. მეთოვაიჩი მაგი გააკეთა უკვე მაგ პიროვნებამ რა. კი, მაგრამ არ გონია რომ ეხა ღმერთმა არ ქნას რა. დიახ. და ჯერა რომ ესე არ იქნება, მაგრამ აი ორჯერ თუ დაამარცხა იანმა მერაბი ისტორიულად რომ გადახედავენ ახლა ბანთამოეთების ჩემპიონებს, არ გონია რომ იტყვიან რომ იანი მერაბზე მაგარი იყო, აი თუ ესე მოხდა. ხო, არის შეიძლება რაღაც მომენტში რაღაცა თქვან, მაგრამ ჩვენ რას უნდა შევხედოთ? დაამთავრებს თუ არა მერაბი კარიერას. იანთან რო წააგოს, ხო? დავიდაყავთ ეს ვარაუდი. უეჭველი არ დაამთავროს, მეროს ბევრი აქ დარჩენილი და თვითონაც ნათქვამია. კიდე ავადე, კიდე იჭხობს და კიდე იჭხობს, ანუ კიდე აქტიური იქნება. ახლა რა ვთქვა, წონას ისეთ წონას არ იკლებს, რომ თავი მოიკლას და ბევრი ჯანმრთელობა აკლეს წონის კლებებში, ძალიან სასწაული ჯანმრთელობა აკლეს წონის კლებებში, ანუ აქვს ფაქტიურად რესურსი, რომ წონა აკეთოს 61. და აქვს ყველა იგივე სიტუაცია, რომ იყოს კარიერაში, ანუ აიგოს აქტიური. ეხა
ცუდი შედარება შეიძლება გამომივიდეს ბევრი მაყურებლისთვის, მაგრამ ჯასტინ გეიჯის კარიერა ხაბიბ ნურმაგომედოვის კარიერას მირჩევნია. ხაბიბ ნურმაგომედოვმა რა უქნა? დავინახეთ ხაბიბმა რა უქნა ჯასტინ გეიჯის. აშკარად ეკლასირება გაუკეთა. მაგრამ რო შეხედო მის თლიან კარიერას და მის მეტოქეებს? ხო, მოდი შევხედოთ ხა მთელ ნახას, ესე რომ ვთქვა, ხო? მთელ ნახას შევხედოთ რა. მთელი ნახაზით ხაბიბ ნურმაგომედოვს აქვს ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა ჩატარებული კონორ მაგრეგორთან, რა თქმა უნდა. ვიცით და ვაღიარებთ, მაგრამ კონორ მაგრეგორის იმ პერიოდის კონორ მაგრეგორი, რომელიც ფლოიდ მეიუეზერის მერე გააკეთა უაზროდ რაოდენობა ფული და ანუ სადრას აკეთებდა მისი ახტაზე, კიდე ჩვენ შეგვიძლია მარტო ვივარაუდოთ და სავარაუდოდ იგიც შეცდომითი იქნება, რომ ესე ბათუმშიც არის იახტები? სადრას აკეთებდა მაგრეგორი, ხო? ხაბიბთან რომ გავიდა ბრძოლაზე. ანუ კიდე ღია კითხვა არის რა. და ხა ელიტარული ოპოზიცია ყავს რეალურად ყავს არც ისე დიდი რაოდენობა ხაბიბს, ასე რომ ვთქვათ რა. ამ დროს ჯასტინ გეიჯი, ხო? საუკეთესოების საუკეთესო დაამარცხა ყველაზე დიდ ბრძოლაში მის ცხოვრებაში. ხო, ანუ ძალიან ბევრი შედარებით უკვე ჩემთვის ჯასტინ გეიჯი მეტი არის ვიდრე ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაგრამ ხაბიბმა ხო კი კიდე კლასირება გაუკეთა ჯასტინ გეიჯის. და რაღაც პონჩი მაგრამ რო თქვა რომელი უკეთესი მებრძოლია, მე მგონი ნახეთ. ჩვენ ხო ლეგასიზე ვლაპარაკობთ, კვალზე ვლაპარაკობთ. კი, მართალია. ვლაპარაკობთ MMA-ში დატოვებულ კვალზე ვლაპარაკობთ რა. კი, მესმის. ჯასტინმა იმ ხელა კვალი დატოვა MMA-ში. დღეს საფანატო კვალი დატოვა MMA-ში, რომ თუ ხარ გარკვეული სპორტში, არარეალურია, რომ ეს კვალი არ აღიარო. და იმ კვალს შევადაროთ ახლა. ანუ noble fight-ი, რო ვთქვათ, ხო? noble fight-ი ხაბიბს აქვს მარტო ერთი, კონორ მაგრეგორთან. ჯასტინ გეიჯის კი ნახავდა ყველა ბრძოლა არის ესეთი noble fight-ი, მარცხიც რო ანუ სასწაული არის რა და გამარჯვებაც რო სასწაული არის. აი რო შეხედო რა, აი ახლა გავიფიქრე იმაზე რა, მართლა რა, რო შეხედო როგორ გახდა. დიახ. ხაბიბი ჩემპიონი, როგორ მოიპოვა კამარი და მე რო შეხედო ჯასტინ გეიჯი როგორ გახდა ჩემპიონი რა. ანუ ჯასტინ გეიჯიმ დაამარცხა ერთ-ერთი pound for pound დაამარცხა ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი MMA-ის ისტორიაში, ანუ ესეთ ფორმაგი ჩემპიონი. ესეთ ტოპიკაში იყო ხაბიბი რო გახდა დაამარცხა ტოპ-10-ში იყო მგონი იაკვინტა, რომელიც ჩემპიონი არის. short notice რომელიც ანუ ისა იაკვინტას მოკითხვა. კი, ბათუმშიც ყავდა. ვიცი სურათი ვნახე თქვენთან. იყო ჩვენთან. ხო და ანუ იგივე ტოპიკაზე შეიძლება ჩვენ გადავიდეთ მერაბდვალეშვილთან რა. იმიტომ რომ პეტრიანს აქვს მარცხი ომალისგან, პეტრიანს მარცხი აქვს ალჯოსგან, მარცხი აქვს მერაბისგან და მაგან ახლა მაგალითად რომ დააკამბეკოს იანმა და დატოვოს კარიერა, თქვა, ხო უშუალოდ რა. და მერაბმა გააგზავნოს grind, keep grinding. ხო? უკვე მერაბი აღემატება მაგას. მაგალითად სანამ იანი დამაჯერებლად არ მოუგებს ომალის, როგორც მოუგო მერაბმა, ხო? მანამდე ჩემთვის მერაბი მაინც უფრო მაღლა აღემატება bantamweight-ის იმაში აქვია ჩემპიონების დაჯგუფებაში? ჩემპიონების სიაში აი რა კლასის მებრძოლები ყავს და ვინ ყავს დამარცხებული, მაგაზე არის საუბარი რა. კი, მერაბს საერთოდ სანამ ჩემპიონი გახდებოდა ყავს ისეთი გამოვლილი, რომ დიახ. საერთოდ კამარი არაფერს ანიშნავს, როცა ეგეთი სახელები. კი, ხო რა, უშუალოდ ჩემთვის ახლა სანამ პეტრიანი არ დაამარცხებს ომალის მერაბზე დამაჯერებლად. ხო? მანამდე მერაბს ვერ აღემატება მაგ ვერასოდეს რა მაგ შემთხვევაში. ხო, მაგას უძახიან ახლა სტილებისგან იქნება ბრძოლა. მესამეც რომ წააგოს, ხო, მერაბი იმის გაშემსრულებელიც არის, რომ მეოთხემდე ბრძოლამდეც მივიდეს რა. ამიდან გამომდინარე, რავი, ველოდებით. ძალიან დიდი ნაწილი არის, ძალიან დიდი ღია კითხვა არის, რავი რა, ამიტომ მერაბდვალეშვილი შეიძლება კარგავდეს რაღაცა გამარჯვების ბონუსს უშუალოდ ამ კარიერაში, ამ ბრძოლაში რო წააგოს, მაგრამ მაგის არა ფაქტი რომ წააგებს, ვთქვათ რა, იმიტომ რომ ჩემთვის ფავორიტი არის. იმიტომ რომ მე ახსენე რომ პეტრიანი მოდის ძიმე ოპერაციის შემდეგ და ეს არა ასეთი მარტივი ბრძოლა პეტრიანისთვის, როგორც ხალხი ფიქრობს, რომ უფრო მარტივად მოუგებს, არა ის. მე უფრო რთული ღამე პეტრიანისთვის. იმიტომ რომ დამიჯერეთ თითოეული ანესთეზია, ხო? ძალიან ბევრს ნიშნავს. თითოეული ძიმე ოპერაციის ანესთეზია უაზროდ ბევრს ნიშნავს.
და სანამ ის რეაბილიტაციას გადიოდა, მერაბი ამ პერიოდში ვარჯიშობდა და ვარჯიში არ შეუჩებებია და ერთი ადამიანის ქვეშ ემზადებოდა. არ დავივიწყოთ. ანუ ეს მთელი პერიოდი მერაბი არის დასვენებული, აღდგენილი მერაბი და საერთოდ ის ანესტეზია და ოპერაციაც რო არ იყოს. ხო, ანუ ეხლა მერაბის საუკეთესო ვერსია მერაბის აჯობებს სხვაობა უყურე შეხედე, ანუ ბეტრიანი ტრავმა მიიღო, ტრავმას იღდგენს, ოპერაცია გაიკეთა, რეაბილიტაცია გაიკეთა, დაიწყო ვარჯიში. 3 თვე 4 თვე აქვს მაქსიმუმ ნავარჯიშები ჭუბის წინ. მერაბდვალიშის ეს მთელი პერიოდი უკვე აქვს გამზადებული იმ რევანშისთვის. და რავი რა, ჩემთვის აშკარა ფავორიტი არის მერაბდვალიშვილი, უბრალოდ იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ დღეს იანი ცოტა კაი მჭიდრო ტრავმის შემდეგ გამოდის რა. თორემ ჩემთვის 50-50 მატჩი იქნებოდა სიმართლე გითხრა რა. ანუ მანქანას და საქართველოს წარმატებები კიდევ ერთი ტიტული მალე ჩვენ მერაბდვალიშვილის სახელით. და მაგარი სიახლე გვაქვს რა, კიდე ერთი უდიდესი წარმატება ბათუმი ფაით აკადემიიდან. მართლა დიდი რამ არის ჩემი აზრით. მინდა ბორენა მოვიკითხო, იმიტომ რომ მგონი ერთადერთი მებრძოლი არის, ვისაც კონტრაქტი აქვს PFL-თან, ხო? და ეხლა დაემატა ძმაო. ჩვენი ძმა უძლიერესი და უმარცხებელი ბანთამოითი კოჩა შაინიძე. ოჩახ. როგორ მოხდა ეს ამბავი რა და გოჩას ულოცავ კიდე. რაღაც გარკვეული მიზეზების გამო გოჩა PFL-ის რადარებზე არის. და ბევრი მაყურებელი გაიგებს ქართველი მებრძოლები რატო არიან PFL-ის რადარებზე ზოგადად რა. მე მგონი მე ვიცი. ოღონდ ეს შენ არა გაქვს ნათქვამი და არც არავის. ხო, ნუ არის ეს ისტორია არის და ვინც იცის, ვინც არ იცის, მალე გაიგებთ. მაგრამ ხა პროფესიონალი. ანუ კიდე რაღაც ამბავი არის. პროფესიონალური მიდგომა არ მაძლევს საშუალებას, რომ გავავრცელო ეს ინფორმაცია რა ხდება. ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე გავრცელდება მაგ ინფორმაცია მისითაც. და გოჩა იყო ამ რადარებზე. და იყო ამ თემებში. და ეხა დაემთხვა სტარტი გოჩას კარიერის PFL-ში. 2 წლიანი კონტრაქტით 6 ბრძოლა აქვს. და MVP-ს გაერთიანებას მიამთხვიან ეს რა. და განიხილება გოჩა როგორც MVP PFL-ის გაერთიანების შემდეგ მებრძოლე და თუ რამე ეხლა ჩავატარებთ ბრძოლას დეკემბერში შეიძლება ჩავატაროთ, იქიც ღია კითხვა არის რა. ეს მიდის საუბარი ბილდაპი მიდის, იქნება თუ არ იქნება. ანუ პირველი იქნება მაგათი ღონისძიება, როცა შევერთ. არა, შეიძლება PFL MVP-ის გაერთიანებამდე იყოს. ხდი ეს ბოლო ივენტი იქნება წესი. ანუ PFL-ის სოლო ბოლო ღონისძიება, სანამ მე MVP გახდება. უკვე არც ერთი არა სოლო, უკვე ყველაში ჯეიკ ბოლი დაინახა, უკვე გადახვია იმას, რა ქვია. უსმანს ხელი გადახვია და ეუბნებოდა როგორც ჩურის რაღაცა გაჩხუბებ რაღაც რა უნდა უკვე ბოსი არის, მაგრამ ანუ საუბარი იმაზე არის, რომ გოჩა განიხილება მაგ ჩარჩოში რა, იმ გაერთიანებული დიდი პროდაქშენი და დიდი როსტერის მებრძოლის ჩარჩოში რა. და რიცხვებს არ ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ UFC-ზე მეც იხდიან UFC-ს დებიუტი, ხო? კინაღამდა ორჯერ ნაკლებს იხდის, ვიდრე გოჩას რო აქვს დებიუტი რა. მე მახსოვს თუ არ ვცდები, რომ თავიდან რა, ყველაზე დაბალი კონტრაქტი მგონი 7 და 7 იყო, ხო? ხო რა, ეხა 12 გახდა. ხო და მე გეუბნებით, რომ სადღაც ორჯერ მეწყებულობს გოჩა მის დებიუტში MVP-ში, რადგანაც იმდენად რაღაც დიდი არის. წარმოიდგინე ზუსტი სამწუხაროდ ვერ იყო კონფიდენციალურობის გამო, მიჩემი არა ამაი კონფიდენციალური არ ეწეროს 100% გავასაუბრებდი. ვიამაყებდი და ყველგან ვიტყოდი და ეხაც გვერდულად ვამბობ რა და გეუბნებით, რომ ანუ აშკარად და მამაცაც შემიძლია თქვა ქართულ MMA-ში უმაღლეს ლიგაში დებიუტებიდან ყველაზე დიდი ჰონორარი არის ეს, რაც ქართულ მებრძოლებზე უღია რა. პრო დებიუტებიდან რამდენ გამომდინარე, რავი რა. შენა ვინ იყო ის ადამიანი რომელმაც მას შენ იყავი, რომ უთხარი, რომ შენ გაქვს PFL-ის კონტრაქტი?
გოჩას ვინ შეატყობა. არა, ეს ხანგრძლივი პროცესია, მასე არ ხდება PFL-ის კონტრაქტის მიღება სამწუხაროდ. მაგრამ ბოლოს ხო უნდა მოვიდეს პასუხი, რომ აჰა. You're in. Dana White-მა რო უთხრა მერაბს. You're in. ესე რადგანაც მე matchmaker-სთან და იმასთან ვაქვს პირდაპირ კავშირი. matchmaker-თან და მენეჯერთან მოჩას. ხო, პირველ რიგში მე მითხრენ. მაგათმა ანუ შენი ცოდი, ჯერ? ეს ახლა რა მომენტი არის, იცი, კიდე გოჩას ყოველთვის ძინავს ის. სახს აშენებს, რაღაცა შალიჩობს, ყოველთვის და ტელეფონი იშვიათად ფეხბურთს თამაშობს. ტელეფონი ხო იშვიათად ხელში რო ეკავას რა, რაღაცა სულ აკეთებს გოჩა რაღაცას რა. გაიგდა კაუნტერი დოვრიგე, გოჩა მეთქი იგეთაკეთ ხო, რა შემოგთავაზენ საღოლ მეთქი რაღაცა იგეთაკეთ და ანუ რა. სტარტი გვაქვს მეთქი დაწავლილი, მე ვიყავი პირველი გოჩას ვეცოთრა რა, მაგრამ ეს საუბარი მიდიოდა. და ეს საუბარი რაღაც პერიოდი მიდიოდა რა. უბრალოდ სიმართლე გითხრათ ხო, სტარტისთვის იმდენად კარგი პირობები და იმხელა რიცხვი იყო შემოთავაზებული, რომ მე არ მჯეროდა მომენტი. ანუ რა. ხო. ხო. ძალიან მაგარია რა. და PFL-ი გუძახე, მაგრამ MVP არის ხო უკვე და. ხო რა, ეხა თავარი რა პრობლემაში იყო PFL-ი და MVP-ც. MVP-ს როსტერი აქონდა და ქონდა უდიდესი პლატფორმა, რეალურად Netflix-ი არის სოფლიოში უდიდესი პლატფორმა. ანუ მანდ გძელდება ხო Netflix-ი? ხო, ბაქი იქნება მარტო Netflix-ი იქნება. MVP-ს ქონდა უდიდესი პლატფორმა, სად გააკეთონ ტრანსლირება. მაგრამ ეხა ჯეიკ პოლის გარდა ვერც ერთი ივენტის ტრანსლირება ვერ გააკეთენ და რონდა როუზი და კარანო მოიყვანენ და რეალურად ეხა რაც არ უნდა დიდი პროდაქშენი და რაღაც იყო, მაგარი კრინჯი ივენტი იყო ჩემთვის უშუალოდ მაგი რა. რავი, არაფერი არ მოიტანა ჩემთვის მაგ ივენტმა რა. არც ერთი მებრძოლი არ იყო, არც ერთი კინაღამ და არც ერთი ბრძოლა არ იყო დიაზის გარდა, რო საინტერესოდ მეყურებია რა, მოკლედ რო ვთქვა. და PFL-ს რა პრობლემა ქონდა? ძალიან მაგარი როსტერი აქვს PFL-ს. რეალურად ძალიან მაგარი როსტერი აქვს PFL-ს. ძლიერი მებრძოლი. სავსე მკვლელებით, ძლიერი მებრძოლი ერთი არა, მკვლელები მეორე არის, სხვაზე ხარ რა. და არ ქონდათ, ანუ ესეთი მკვლელები ყავს და მაყურებელს ვერ იმაშობენ, აკვე რა, ვერ იზიდავდნენ მაყურებელს. და ეხა გაერთიანება PFL-ის და MVP-ის ნიშნავს ის, რომ MVP-ის პლატფორმაზე, ეხა ბალანსი უფრო Netflix-ის პლატფორმაზე არის 500 მებრძოლე, რომელიც მართავს 500 ჩაოლებრივი მებრძოლე არა. 500 გოჩა შაინიძე ყავს, 500 სასწაული ყავს შენ. 500 მკვლელი ყავს. გოჩაზე მკვლელი? არა, მაგას საუბარი არა, მაგრამ ლეველით ხო, მაგი ლეველი არის რა. ანუ 500 მკვლელი ყავს კონტრაქტზე გიზის. 500 ერთ-ერთი უსერიოზულესი მებრძოლე ყავს. რომელიც ანუ რას გააკეთებენ და რა ფერვერკებს დააგებენ, კიდე ჩვენ ყველა დავინახოთ მაგას რა. პლუს რაც არის ჩემთვის ყველაზე კარგი და სასიკეთო, კარგი საკმაოდ კარგი დოპინგ ტესტი არის რა მან. და ძალიან მომწონს მაგი პროცესი მე. ასე რომ არა მარტო UFC-ს Batumi Fight Nights, Kenas, KSWs, Cage Warriors, LFAs, One Champions რაც არ უნდა იყოს რა, ეხა PFL-იც დაემატა, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალი გქონდა მასე, თუ MMA გიყვარს, ალბათ ყველა ორგანიზაციას სიამოვნებით უყურებ, მაგრამ ეხა განსაკუთრებით და იმედი მაქვს, რომ PFL-ი გაშუქდება უფრო საქართველოში, რახან მივაყოლოთ ჩვენ მებრძოლებს თვალი რა, ბორენას და ეხა გოჩა შაინიძეს გილოცავთ. ხვიჩ, მოდი რა, შემდეგი რა თქმა უნდა ყველაზე პოპულარული თემა არის რა, არა მარტო ქართულ MMA-ში, მაგრამ მთლიანად MMA-ის საზოგადოებაში ყველა უყურებს ეხა ილიას დაბრუნებას რა. და არის უკვე რა ჭორები რა ვის შეხვდება რა, მაგრამ მე გამიგია რომ წესი პადი პიმბლიც უნდა შეხვდესო რა, მაგრამ არ ვიცით ეხა ეს არაფერი არ არის კონკრეტული, მაგრამ შენი აზრით რა რა იქნებოდა ყველაზე კარგი ვარიანტი ეხა ტიტული პირდაპირ თუ მართლა პადი პიმბლეტი, ანჯერ დაბრუნება ბრძოლა, big money fight და ანუ შენ რას ფიქრობ რა? შენზე რო იყოს ვის დააჯახებდი შემდეგს რა? ფედი ეს არის უდიდესი money fight. ანუ White House-ზე მეტი money fight-ია პედი პიმბლეტი. თუ რამენაირად მონეტიზირებას გააკეთებს UFC მაგ view-ების, ანუ მაყურებადობის, მაგრეგორი მეუეზერი არა და ბოდიში და მაგრეგორი ჰაბიბის
დონეზე შეიძლება გაიყიდოს pay-per-view რო ყოფილიყო რა თქმა უნდა რა სისტემა იცვლება და სხვადასხვანაირად ყველაფერი მაგრამ ამას დიდი მანიფაიტი მე მგონი არც არსებობს თან პედის უბოლო ძალიან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ რა სადაც მე მგონა რომ პედის სიმართლე ბენოა მეგონა რომ პედის გადაუვლითა სიმართლე გითხრა რა მაგრამ არა და პედი რატომაც ისე კარგად აღმოაჩინა თავი რომ ნუ კარგი პერფორმანსი დადო რა მოკლედ რომ ვთქვა რა ნებისმიერ შემთხვევაში მაგას მნიშვნელობა რა აქვს მაგას ვამბობ რომ ჩემი არჩევანი იქნებოდა რომ პედი და ილია შეხვდნენ ერთმანეთს ხო კი ძალიან მაგარი სასწაული ფაიტი გვექნებოდა და შემდეგ ჯასტინ გეიჯის ნაბიჯს დავინახავთ იმიტომ რომ მე დარწმუნებული რომ ჯასტინ გეიჯი დიდი ხანი ბრძოლას არ ჩაატარებს და შემდეგი ბრძოლას რომელიც ეს კი ჩაატარებს ეს იქნება ბოლო ბრძოლა მისი კარიერაში ო თუ მასეა ხუჩ მაშინ ვერ არ დაგეთანხმები თუ მასე არის ფანჯარა არ უნდა გამაზოთ რა რომ კი მაგრამ უყურე ჯასტინ გეიჯი არ ეჭხუბება ილია თოფურიას რევანშს რო იცოდე ეს ნუ ბოლოს მაგის გადასაწყვეტი არ არის არა არის დამიჯერე არის მაგნიტური რესურსი არის ჯერემერთი ჯასტინ გეიჯი ილიასთან რევანშისთვის დისკრედიტირებისთვის ძალიან ბევრს აკეთებს დღესდღეობით რა quit on the stool რაღაცა ამბობს ორჯერ მოუგეო ამბობს ისეთ რაღაცებს ამბობს არ მინდა პირდაპირ რევანში მაგ ბრძოლასთან ანუ ბევრ რაღაცას ისეც ამბობს რომელიც ამბობს იმაზე რომ არ იჭხუბებს მაგი რა და მის ხელში არ არის მაგი არ მოაწერს ხელს კონტრაქტს და მაგი არ იჭხუბებს დრო მისკენ თამაშობს იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში მაგას მოუწევს ხუბი იმდაინ ხუბი მოუწევს რომელიცაც უნდა რომ წერტილი დასვოს მე როგორ ხედავ მაგ ისტორიას ეხლა ჩემი განმსახედიდან ხო დღეს არმანი ატარებს ბრძოლას რუფისთან მაურისიო რუფის და არმანის ან ოლივერას ხდება. ან მაურისიო რუფი არმანის მოგებულს, ან ჩარლზ ოლივერას ხდება ჯასტინ გეიჯი და ათარებს კარიერას მაგას. იმიტომ რომ ეს არის მისი პირობა, შეუძლია აქვს მაგი პოზიცია დღეს ჯასტინ გეიჯის, შემდეგი ბრძოლა აირჩიოს. არ ვამბობ რომ easy fight-ი შეუძლია აირჩიოს, მაგრამ აქვს მაგის საშუალება რომ აირჩიოს. ორივესთან არ გამოიყურება ცუდა ჯასტინ გეიჯი დღესდღეობით. არც ოლივერასთან არ გამოიყურება. არც რუფი არმანის გამარჯვებულთან ცოტა ხანი გამოიყურება რა. ამიდან გამომდინარე, ტაიმინგები როგორ გქხვა ნახე ახლა ჩარლზ ოლივერას ბრძოლა ჩატარებული აქვს და ყველაფერი დამტკიცებული აქვს და ბრძოლა არ აქვს. ხო? მაურისიო რუფი და არმანი ახლა იჩხუბებენ მალე ერთმანეთში. მაგ ბრძოლის ჩატარების შემდეგ, ხო? შემდეგ ჩაატარებს ილია კიდე ბრძოლას. ილია სადაც ჩაატარებს ბრძოლას, ხო, მაქსიმუმ ერთ თვეში იჩხუბებს გეიჯი. და სავარაუდოდ ეს ორი ვარიანტი დარჩა მარტო მან მიხდი და მეტი არ დარჩა რა. ანუ დროს ფანჯარა რა. ხო რა. მესამე ვარიანტი ის არის რომ უბრალოდ პედიპიმლეტი აჩხუბონ რევანში ჯასტინ გეიჯის, რასაც სიმართლე გითხრა, ყველაზე მოსაწყენი დასასრული იქნება, ყველაზე მოსაწყენი სცენარი იქნება რა, რომელსაც მე დიდი გულით არ შევხედა, ანუ აუცილებლად ანუ შემდეგი გეიჯისთვის რო პადი იყო, და შეიძლება მაგი გააკეთონ UFC ფავორიტიზმიდან გამომდინარე რა, რომ ჯასტინ გეიჯის სტილისტიკურად პედიპიმლეტი ყველაზე დიდი საჩუქარი, მაგრამ შეუძლია კი, მაგრამ არა, ჩემთვის biggest money fight-ი არის. ეს არის არმანი ან ოლივერა თუ ხარ ჯასტინ გეიჯი. იმიტომ რომ შენ სხვას არ აირჩევ. თუ ხარ დღეს ჯასტინ გეიჯი, შენ მაგორიდან აირჩევ რა. სიმართლე გითხრა, მე როგორ ავირჩევდი, იცი? თუ არმანი იგებს არმანი, თუ არმანი იგებს ოლივერა. ჯასტინ გეიჯის ალი რო ვიყო დღეს, ალი აბდელაზიზი რო ვიყო დღეს, მე მაგ არჩევას დავაწევდი რა. იგებს არმანი, აგებს არმანი ოლივერა. იმიტომ რომ ესაგებია ხო ხარ სიტუაცია არის რა. იმიტომ რომ ეს სიჩუმე რომელიც არის ჩამოვარდნილი, აშკარად იმის ირგვლივ არის აგებული რა. რა შედეგი იქნება არმანის ეს გული მიგზნობს რა რომ ალბათ ერთ თვის მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში გავიგებთ ილია შემდეგ ბრძოლას და დიდი შანსია მგონი რომ მართლა პადი იქნება და უდიდესი ბრძოლა იქნება რა. კი, აი მატჩმეიკერულად ხო წარმოიდგინე ეს მატჩები ზედიზე ძალიან მაგარი არის რა. ძალიან სასწაული მატჩები არის ერთმანეთში. თუ UFC ხარ ამ ბრძოლას სად თან უყურე ახლა სცენარის მოგიყვები გიო. წარმოიდგინე ესეთი რაღაცა. ილია პადი ჭხობს. ილია კლაუს პადის ასეთი ესე ორი აზრი არ არსებობს მაგას სტილისტიკურად
რავი, შემიძლია ჩემი ძაღლი დავდო გამარჯვე ილიას გამარჯვებაზე რა. Scousers don't get knocked out, huh? მაგრამ დამიჯერე ამ შემთხვევას ვაგი არ ეხება რა. წარმოიდგინე რა მაგარი სცენარი არის. ილია ეს პიმლეტი სრულდება. გეჯი ატარებს ჭუბს ამ ხალხიდან. თუ არმანი იგებს ხო იგეჯი ატარებს ჭუბს არმანი. დიდი ალბათობით ბევრი ფანატი შეიძლება გული აიწყინოს, მაგრამ ჩემი აზრით სტილისტიკურად გეჯი შედარებით მაგრა უგებს არმანს. იმიტომ რომ ძალიან ჩამჯდარია სხვანაირი მებრძოლი არის. მაგნერი პირდაპირ მოჭიდავესთან ძალიან სახიფათო არის ჯასტინ გეჯი განსაკუთრებით 5 რაუნდიან ბრძოლაში. და თუ არმანი იგებს, ხო? და ხდება ჯასტინ გეჯის. ჯასტინ გეჯი, ჩემი აზრით, უგებს არმანს და ტოვებს კარიერას რაღაც სასწრაფო უდიდეს მწვერვალზე. მის ცხოვრებაში და რავი ხდება კიკსტრიმერი თუ რა ნებისმიერი რაღაცა და გააკეთებს არა გოლფს თამაშობს ცხოვრების ბოლომდე ხო ფოლოვერსთან ერთად დღემდე თამაშობს კიკზე თამაშობს გოლს ვაი ხოლმე და დისი ხო ერთად თამაშობენ წარმოიდგინე რა ხო და ანუ ოლივერა თოპურია ორი გაქვთ თუ გეიჯი ტოვებს კამარს ოლივერა თოპურია გაქვთ მეორე ბრძოლა რა რევანში undisputed title. ნუ რაც არ უნდა იყოს ყველა ბრძოლა რაც ახსენე არის აი ყველა არის სადაც ჯასტინ გეჯი აგებს ოლივერასთან თოპურია ოლივერა სადაც არმანი უგებს სადაც თოპურია უგებს სადაც არმანი უგებს გეჯის არმანი თოპურია აი სუპერ მაჩაპები აქვს ჯორჯიო არმანი სასწაული მაჩაპები აქვს მაყურებლებს რეალურად აი ძალიან დიდი ბენგერები გვაქვს წინ ძალიან სამწუხაროა რომ მაჩაპი არმანი ეს ოლივერა 5 რაუნდიანი არ შედგა თორე ძალიან ბევრი საუბარი იყო რომ ეს მაჩაპი შედგება ეს მაჩაპი იქნება და სამწუხაროდ ეს მაჩაპი არ შედგა მე ძალიან არ მომეწონა სიმართლე გითხრა სპორტული თვალსაზრისით რა მაგრამ მისი კარები მაგანაც გახსნა რა ასე რომ ვთქვა რა მისი გადათამაშების საშუალება მაგანაც გააკეთა და ნებისმიერ შემთხვევაში ილია თოპურიას უსურვებ ესეთ ბრძოლაში დაბრუნდეს როგორც პიმლეტთან, რადგან გახურება ჭირდება, მისი გეგმის გადახურება ჭირდება, გადათამაშება, თულების გამზადება, ხო ასე ხარ რა, იმითების გამზადება რა. მაგარი ცხოველები ყავს რა, ანუ ლაპარაკი შეუძლიათ რა ორივეს რა კომუნიკაცია სიყვარული იციან რა ზოგი ესა არის ცოტა ისენი რო არის არა ის რო გაუკეთოს ესა რაღაცა გაყუჩებულები რო არის არა რეაქცია არ აქვს არაფერზე რა და ესენი ორივე მაგარი ძნობიარები არის ლაპარაკი ხშირად ხო მაგარია ჩემ მე და ორი ძალიან ბევრი ბრძოლებს ვიყო ბიჭო ჩემ ზაღლებს აქვს რეაქცია იმაზე რა ბრუს ბაფერზე რა დედასპიცა ვარ და აი რო ყვირის ბრუსი ხო დაჭემული რო აქვს იციან რომ მე დავიძაბები რა შეიძლება დავიძაბო და გადიან ხოლმე მოყდებიან რა სერიოზულად მაგრამ ჩვენ არ დავიძაბებით უბრალოდ განვაგზავნთ რა ეს არის ჩვენი მგონი მეხუთე თემა დღეს რა რომელიც არის welterweight-ი და ისლამ მახაჩევი რა მან მოახერხა ის და დაიცვა welterweight-ის ტიტული ანუ ორმაგი ჩემპიონი არის და დაცვაც აქვს ხო ეგეთი უფრო ნაკლებია დაჟე ხო ორმაგი ჩემპიონები ბევრი არის მაგრამ ვისაც დაცვა აქვს უკვე ეს უკვე სხვა დონე არის რა მაგრამ მაინც იყო ბევრი კრიტიციზმი რა ისლამ მახაჩევისკენ რა ანუ შენი აზრით ეს კრიტიციზმი დაიმსახურა ისლამ მახაჩევმა და ნუ რატო ქონდა ესეთი ჯერემერტი და ველაპარაკოთ ესეთი ფენომენზე როგორც pound for pound მებრძოლე რომელსაც ანუ მარტო ერთი სავარაუდოდ მარტო ერთი ერის ხალხი უჭერს მხარს რა
იმიტომ რომ აშკარად Pound for Pound იყოს და ესეთი კრიტიკის ქვეშ იყოს ძალიან იშვიათი კი არა არც მინახავს მე მგონი ესეთი რაღაც რომ Pound for Pound ესეთი გასწორებული იყოს მიწასთან როგორც ისლამ მახაჩევი არის რა ჯონ ჯონსი ყავდა Pound for Pound-ის პოზიციაში და კი ჩაუტარებია სპლიტები ბრძოლა და რაღაც ისეთი ბრძოლა ჩაუტარებია რომ არ იყო მისი თავი რა მაგრამ ახლა არავის არ გაულანძღია და არც არ გაუსწორებია რა მიწასთან იმიტომ რომ ვიღები იცოდით რომ ანუ დაიღალა ძმა რა უკვე კინაღამდა 15 წელი იყო ჩემპიონი და ტოპი იყო 15 წელი კინაღამდა ჩემპიონის სტატუსში იყო და დაიღალა რა ფაქტიურად ისლამის შემთხვევაში რავი იმდენად სიმართლე გითხრათ ჩემ თავსაც რაღაცა დავპირდი და ბევრ მაყურებელს ვეძებდი ხო აი იმდენად არასაინტერესო მებრძოლი აღმოჩნდა ჩემთვის ისლამ მახაჩევი როგორც კარიერის დასაწყისში აი უზომოდ საინტერესო პიროვნება იყო უზომოდ მრავალ არსენალიანი მებრძოლი იყო დიდი არსენალი დიდი ქარიზმით და მრავალფეროვანი ყველაფერი რო ჰქონდა რა ჯანი მოქნილობა კიდაობა ტოპ გეიმი ბატამ გეიმი სტრაიკინგი ყველაფერი გააჩნდა რა დღესდღეობით ისლამ მახაჩევი იმდენად არასაინტერესო და არასანახაობრივი მებრძოლად იქცა ჩემთვის რომ ზოგადად ნაკლებად ინტერესიც კი მომიკვდა აი ხო ის ღია ინტერესი როგორც რა მაგალითად უკანო ტოპიკაზე ვილაპარაკეთ lightweight-ის ნახაზი ხო რა ხელა საინტერესო და საინტერესო რაღაც ნახაზია რამდენი სცენარი არის მაგ lightweight-ში რამდენი სცენარია bantamweight-ში რა ხდება რაღაც აი სულ რაღაც მოძრაობა ხდება და ცოცხლობს ეს თემა რა მახაჩევის ინტერესიც კი მკვდარი არის მოკლედ რო ვთქვა რა ქარიზ სპორტში იმიტომ რომ აი რაღაც პერფორმანსი არ გავს კარა მე მაგას ვერ განვშტი მაგაზე რომ ცუდი არის პერფორმანსი არ გავს იმიტომ რომ ბრძოლა არის და რეალურად შენ და პირველ ნომერ კონტენდერებს ეჩხუბები რა და მასე ადვილი არა ეხა პირველ ნომერ კონტენდერი აიღო და დეკლასირება გაუკეთო გასაგებად ex lightweight-მა რა თქმა უნდა მაგას საუბარი არა მაგრამ აი რაღაც post fight გამოვლენები და ესეთი რაღაცეები ბოლო ორი ბრძოლა უკანა ბრძოლა კიდე იმდენად არა დამბრძოლა ისლამ მახაჩევზე ჩემ თვალში ბოლოს წერტილი დასვა როგორც მებრძოლეზე ინტერესის დაკარგვის თვალსაჩინო და და ის მებრძოლია რომელიც ბრძოლაზე არასოდეს არ გავათენებ მაგაში დარწმუნებული ვარ საქართველოში ეს ბევრს ნიშნავს რა როცა ჩვენ აბსოლუტურ უმრავლესობა მებრძოლების ვათენებთ თუმცა არც ვიცოდეთ არც გულშემატკივრობით არის რაღაც main event fight night-ებს ერთად უყურებთ ერთი პერიოდით რა და მთელი ღამე ვათენებ fight night იმდენად საინტერესო არის და იმდენად სანახაობრივი ისლამ მახაჩევისთვის ღამეს ვერ გავათენებ სამწუხაროდ უკვე რა იმიტომ რომ აი იმდენად არასაინტერესო იმდენად არ შედება არაფერი მისი მოქმედება ჩემ ინტერესში თან ამავე დროს რაც არის ექსტრაორდინალური შეიძლება ბელალ მუხამედივისთვის არ გაათენო შეიძლება ბევრი ვიღაცას ხოსთვის არ გაათენო ეს არის Pound for Pound Pound for Pound-ისთვის არ გაათენო დიდი მესიჯი არის მაგირა მოკლედ ვთქვათ რა Pound for Pound-ის ჩხუბისთვის არ გაათენო Pound for Pound-ს რო უყურებ ახლა მახსენდება ჯონს უყურებ პრაიმ ჯონს უყურებ თუ ვიღაცას უყურებ რალდონის ლეველია თუ და იმაზეც დავილაპარაკოთ რომ მახაჩევი და ვოლკანოვსკი ბრძოლა იყო ძალიან სასწაულად მაგარი ბრძოლა იყო აშკარად არცეც არ გულშემატკივრობთ მაგრამ ჩემთვის მაგარი ბრძოლა იყო პირველი ბრძოლა განსაკუთრებით რა და ძალიან საინტერესო საყურებელი იყო მაგ პერფორმანს მაგ პიროვნებას მაგ ყველაფერი გავათენებ უყურებ და მაგრამ აინტერესებდა დღეს ისლამ მახაჩევის post fight მოქმედებებზე და უბრალოდ საბრძოლოშიც რაც ხდებოდა იმდენ გამომდინარე მებრძოლე პრაიმში დაიძირა უკვე და მე არ ვარ მარტო ესეთი შეიძლება მარტო ქართველი ვიყო და მაგიტო არ მომწონდეს მაგი მოქმედება შეიძლება მაგით თქვა რა მაგრამ დარწმუნებული კი არა MMA სამყაროში ძალიან დიდი კრიტიკა როგორც აღნიშნე მოყვა იმას რომ ესეთი პიროვნებული მოქმედებები ხონდა რა და ბევრი ღია კითხვები დატოვა ზოგადად ან ვინ არაა და რას წარმოადგენს. სავი შენ შეიძლება იყოს ჩემპიონი, მაგრამ ჩემპიონი ქარიზმის გარეშე ბელალ მუხამედი არის და ინტერესიც თვალსაზრისით ხო მართლა უახლოვდება ბელალს რა. არანაირი კრიტიკა ბელალის მიმართ კაცო. იბრძვის, რასაც უნდა იმას აკეთებს. რასაც შეუძლია იმას აკეთებს. ისლამით იბრძვის, რასაც შეუძლია იმას აკეთებს. უბრალოდ მე არ გამაჩნია მაგის მიმართ. არანაირი ინტერესი როგორც მებრძოლე რა ნაცრისფერ ზონაში გადავარ და თან ტიპი არის Pound for Pound. ის უკაი ექს ჩემპიონია და რაღაც ეს Pound for Pound არის. უაზე ხარ რა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ის მომენტი მაგ. აი მაშინ თუ არ გაინტერესებს, მოდი აღარ ვილაპარაკოთ ისლამს. არა ხუმრო. არა. ნუ მოკლედ რა არის მიზეზი რა ბოლოს იყო ძალიან დომინანტი ხო მაგალითად lightweight-ში.
და ეხლა რო ავიდა აშკარად უფრო რთული მეტოქე ყავდა. 100%-ით მაგაზე ერთი წამით საუბარი არ მაქვს. შენემერთი ხო ბრძოლა მოგებული გაჭირვებაში, ხო? გავხსენოთ ახლა ჯასტინ გეიჯის გადავუხვიოთ, რომელიც მებრძოლი, რომელიც ყველაზე დიდ გაჭირვებაში იგებს ბრძოლას, ესე რომ ვთქვათ რა. ბრძოლა გაჭირვებით მოგებული ბრძოლა არანაკლებად ფასდება, ვიდრე easy fight. მაგი არ არსებობს მაგნერი მათემატიკა, რომ შენ გაგიჭირდა ბრძოლის მოგება და მაგიტო რაღაც შენ გაბანძდა და კარგი არა, შენ გაჭირვებით რომ მოიგებ ბრძოლა, მაგი უფრო მაგარი არის. დასამახსოვრებელი არის. თვითონ სპორტსმენი როგორც მახაჩევი რო გაჭირვებაში იგებს ბრძოლას და უმკლავდება იმას, რასაც წესით ვერ უნდა უმკლავდებოდეს, მაგი სპორტული ლეველის ხო რაღაცაზე ვლასაუბრებს რა. გადავიდა როგორც ველთერი, ქონდა შანსი რომ შეინარჩუნებია მისი ქარიზმა, მისი მომენტები და მისი პიროვნული რაღაცები, მაგრამ ყველაფერი გააკეთა რომ სამწუხაროდ ისლამ მახაჩევმა დღეს ყველაფერი გააკეთა რომ ბევრმა მაყურებელმა worldwide არ უგულშემატკივროს და მაგას ბევრი სტატისტიკას რო გადახედოთ მაგალითად ხო ინტერვიუების საუბრის თუ ასე შემდეგ შეგიძლიათ დაინახოთ მაგიტა და მთელი ინტერნეტი ზოგადად ისლამ მახაჩევი ხა იმაში იწევს იმ ყურადღებას იწევს რომ ხალხი ამბობს რომ ყველაზე არასაინტერესო და მოსაწყენი ტყუილა გავათენე ღამე რა ტყუილა უყურე იმეს ტყუილა ვიყიდე რამე ტყუილა ვიყიდე ლაივი ნუ ანუ რას ელოდებიან რომ ელოდებოდნენ საინტერესო ბრძოლას უფრო ხო თუ უნდათ რომ ვიღაცა გათიშულიყო ან პირიქით გარი ეს არის კომპილაცია ფაქტორების იო რადგანაც ხაბიბსაც ჰქონდა ბრძოლა იაკმინტასთან რომელიც იყო ну აი მართლა მოსაწყენი ბრძოლა იყო რა პროსტა შეჭამა ხაბიბმა იაკმინტა როდის დამთავრდებოდა დრო ყველა ფიქრობდით ჩვენ მაგაზე როდის დამთავრდება ეს დრო ხო ასე ხარ ვიჭერთ და კარგია გავიგეთ როდის დამთავრდება ეს მატჩი ის ვერ აფინიშებს ხაბიბი გასაგებია მაგრამ როდის დამთავრდება დავიღალე ამ ხაბიბის ჯების ნაყურები იაკმინტასთან მატჩი რა მილიარდი ჯები მოიქნიათ იმ მაგრამ მაინც უყურებდით იმიტომ რომ ხაბიბის ქარიზმა ხაბიბის ბილდაპი ხაბიბის იგივე ერთი გუნდი არიან მსგავსი მებრძოლეები არ არიან მაგრამ მსგავსი სეტაპი აქვთ ასე რომ ვთქვათ რა ერთი სკოლა არიან რა აშკარად ერთი იდეოლოგიის მატარებელი მებრძოლეები არიან მაგრამ აი ეს მთელი ამბავი ხო ხაბიბს მაინც მისი ქარიზმა იმდენად გააჩნდა იმდენი პოსტ ფაით რეაქციები იმდენად გააჩნდა მისი კარგი ხო რომ ხალხს არასაინტერესო მომენტები არ გაგვა ანუ ხო იცი როგორ ბევრჯერ მithkoms რომ არ იყოთ არასოდეს გულშემატკივარი გულგრილი სპორტის მიმართ რა უშუალოდ ახლა კიდე ერთხელ უკან იმისკენ რომ ისლამ მახაჩევი გულგრილად ტოვებს მისი პერფორმანსების რა ანუ მაგი არის პრობლემა რა არც კრიტიკა არც ნეგატივი არ გამაჩნია მართლა გულგრილად ტოვებს რა თუ შემდეგ ბრძოლაში მაგალითად მაიკლ მორალესმა პროტესტმა მოუგო ვიტყვი ძალიან მაგარია პროტესტმა ან მორალესმა გოუთი დაამარცხა თუ მახაჩევმა მოიგო კი არაფერის არა ანუ წარმოიდგინე ესეთი რეაქცია მაქვს თუ მოიგო და მოიგო ხარა უკვე ხოლმე ხარა მის გზაზე პლანეზე იაროს და შენი აზრით როგორ დგას რა სხვებთან ახლა welterweight-ში ახლა მორალეზი ახსენე და პრატეზი და ანუ ხოლმე ახლა მორალეზი პრატეზი სტრაიკერები არიან რეალურად და აშკარად წარმოუდგენელი სტრაიკერები არიან რა ამიტომ გამომდინარე მოჭიდავე ყოველთვის კარგად იდგება შანსებით სტრაიკერებთან მაგრამ მე მაინც მისაწინააღმდეგოდ ფავორიტად მორალესს ავირჩევდი რა იმიტომ რომ მორალესი ძალიან გაბარიტული და ძალიან დიდი მებრძოლი არის და შეიძლება გრაპლინგის უნარების ლაცაკმარისი არ იყოს მახაჩევის მაგის გასანეიტრალებლად რა პრატეზზე მეტად უბრალოდ რა და შენი აზრით ახლა პრატეზი და მორალესი უფრო ბევრს გარისკავენ მახაჩევთან ბრძოლაზე მახაჩევთან რო არ გარისკო შანსი არ არის მოუგოს იმიტომ რომ მეთოდიკურად იგებს ისლამ მახაჩევის ბრძოლებს ისლამ მახაჩევის ტიპის მებრძოლეები იგებენ მეთოდიკურად ბრძოლებს რა მეთოდიკურად რას ნიშნავს რომ ნელა რაუნდ გდება და ასე შემდეგ და კრიტიციზმზე საუბრობდით და გარემაც მიიღო კრიტიციზმი რომ არ გარისკა რა ბოლოს ხო არა იანგერი ზოგადად არის კრიტიციზმის ქვეშ გავი შექმნილი მებრძოლი იმისთვის რომ ეკაიფო ლანძღო და რაღაცა უაზრობები ილაპარაკო მის შესახებ ტიპი ყველაფერს აკეთებს რომ ყველა ალაპარაკოს ნეგატიურად მის შესახებ რა ყველაზე ხა იანგერი რაებიც აკეთა მეხუთე რაუნდში ეს მისი ბრძოლა არის იანგერის ეს მისი ცხოვრება ის არა ჩემი ბრძოლა მე გული რატო არ შემსტკივა მაგაზე იცი იმიტომ რომ მე ისლამ მახაჩევსაც ბევრს გონია რომ ცუც უზურებ მე ისლამ მახაჩევსაც არ უსურებ ცუც ყველა ადამიანს ყველა მებრძოლს უსურებ მისი მაქსიმუმის მიღწევას და მისი მაქსიმუმს მიაღწია ფაქტი არის მაგი რა იმ ბრძოლაში და იანგერის ზოგადად შესტკივა ბევრს
ბევრი შესტკივა იანგერის მოქმედებაზე, იმიტომ რომ მახაჩევის მარცხის დანახვა უნდათ მაგ შემთხვევაში რა. ანუ თავარი რატო შეიძლება იანგერი გალანძღო. ხო ზეხა რა, იმიტომ რომ მახაჩევი გინდა დამარცხებული დაინახო რა. და ახლა როგორც თქვა რატო გინდა გალანძღო თუ რატო გინდა პირიქით რატო ლანძღავი იანგერის ამ შემთხვევაში რა, რატო იმიტომ რომ ვერ გააკეთა ის. იმიტომ რომ არ გააკეთა, ანუ გამოდიხარ ეხუტები ტემპს აკლებ, რა ის ტემპს აკლებ. დენა უაითმა როგორც ზუსტად თქვა მაგის შესახებ. მე მეხუთე რაუნდში შენ მდგომარეობაში როცა ხარ, ხო, გოულს როცა იჭხებები, მეხუთე რაუნდი როცა იწყება, მე მინდა დაგინახო რომ შენ აიღერას გონი და მუხლით ახტები ჰაერში. Flying Meat ახტები ჩემპიონს. მანდენად გინდა შენ დეთრონი ჩემპიონის გააკეთო რა. ანუ აი ეს მენტალიტეტის დანახვა მინდოდა. იანგერისგანაც ვერ დავინახეთ მაგი მენტალიტეტი, მაგრამ it is what it is, ხო იცი რა. იმ ღამეს ისლამ მახაჩევი აშკარად უფრო მეტი საუკეთესო მებრძოლი იყო. უფრო მეტი აშკარად იმ საღამოს იანგერი უფრო მეტი საუკეთესო ფუბაკ. აშკარად იმ საღამოს ისლამ მახაჩევი ხელაწეული გავიდა. სამით ერთი ბოდიში ასავათი ასე არის ისლამ მახაჩევი იმ საღამოს გამარჯვებული გავიდა მეხუთე რაუნდის დასაწყისში წინ 2 მსაჯს 3-1 ქონდა ანგარიშის სწორება და იანგერის უკვე არანაირად არ შეეძლო ამ მატჩის მოგება მაქსიმუმ ის იყო split decision-ი ან ფინიში გაეკეთებია და ეხლა ისლამ მახაჩევი დააფინიშო დიფენსივ ერთ-ერთი უდიდესი დიფენსივი მებრძოლი არის რა ძალიან დიდი დიფენსივ ბეიზი აქვს ამიტომ მეხუთე რაუნდის წინ უშანსოდ იყო შეიძლება თვითონაც კი იგრძნო მაგ მომენტი მაგრამ მაგ სადაო მომენტები იყო შეფასებაში რაუნდების იმართე გითხრა რა მაგრამ ეს გადაფურცული ფაქტორია იანგერი გადაფურცული გვერდი არის კი მამასავით ელაპარაკებოდა ვითო მორალეს მაგრამ რეალურად მამასავით კი არა შვილი არის welterweight-ების დღესდღეობით იანგერი და არავინ არ არის უკვე რა მისი მთელი გდებინე და მისი ყველაზე დიდი ბრძოლა და ყველაზე დიდი შანსი დაკარგა უშუალოდ იანგერი და მაგის რეაბილიტაციისთვის მინიმუმ 3 ბრძოლა დაჭირდება მაგას რომ კი მაგრამ მაგასაც შეგიძლია შეხედო რომ ეხა ისლამ მახაჩევი არის GOAT-ი და იანგარი მივიდა მასთან და პირიქით კარგად შეასრულა ბრძოლა რა ისლამ მახაჩევი GOAT-ი ახლოსაც არ არის იმიტომ რომ GOAT-ი უბრალოდ ვაპატიებ pound for pound-ი რა pound for pound-ი როცა ხარ და შენ დეთრონს როცა აპირებ pound for pound-ი შენ სხვა ლეველის პერფორმანსს და აგასაუბრ რა კი მაგრამ იმას გულისხმობ რომ შეიძლება შეხედო როგორც იანგარი თქვა ისე რომ მე ვეჭხუბეო pound for pound number 1-ს ვერ შევძელიო მაგრამ ბევრი წარმატებაც ქონდა რა და 100% მესმის ეს არის იანგერის ბრძოლა მაგიტო ვამბობ რა ეს არის იანგერის ბრძოლა და იანგერი მის ბრძოლაში მოიქცევა როგორც მაგას უნდა ჩვენ რატომ მიყვარს ზოგადად პერსონალიტეტზე ფოკუსირება ხო იმიტომ რომ იანგერი უნდა მოიქცეს ისე როგორც იანგერის უნდა და არა დეინა ვაიტს მე მაგასაც ვაფასებ მე მაგასაც მე იანგერისაც არ ვლანძღავ არც ისლამ მახაჩევს არ ვლანძღავ უბრალოდ ან ისლამ მახაჩევი მეთქი ნასრის პერზონაჟი გადავარდა ჩემთვის post fight საქციელებიდან გამომდინარე ხო ზეხრა თორე მე close fight-ები მე რომ მიყვარს close fight-ები და მე რომ მიყვარს ჩახლართული ბრძოლები ისე შეიძლება ბევრი მაყურებელს არ უყვარდეს ისეთი ახლო ბრძოლები რა რადგანაც მიყვარს მაგაში ჩაძიება ვის რაში მისცენ რაუნდი პროფესიონალური გამომდინარე პროფესიონალი მომენტებიდან გამომდინარე რა რომ მე ვიცოდე რაში შეიძლება მოიგო ბრძოლა პროფესიონალ სოფლიო დონის მსაჯულო როცა არის რა და აშკარად რამდენიმე ბრძოლა მქონია ესეთი სატრენერო კარიერაში სადაც მაგი დამხმარებია რა და სწორი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სპლიტი იყო თუ რაღაც მახლო დისიჟენი იყო მაგი წამოგვიღია მაგიდან გამომდინარე რა ამიდან გამომდინარე მე ვამბობ რომ უშუალოდ ეს იანგერის ბრძოლა იყო მე არანაირი კრიტიკაც გამაჩნია იანგერის მიმართ იანგერის მაგასაღო მე ვთქვი დეინა ვაიტმა რო გალაზღა მეთქი რა დეინა ვაიტმა რა თქვა რომ რა მენტალიტეტი მე მინდა დავინახო როგორც CEO როგორც პრეზიდენტი UFC-ს რა მინდა შეზგან დავინახო მინდა ფაინდინგი დავინახო მეხუთე რაუნდის გახსნაში იანგერის ხო პრობლემა არ აქვს სიმშილი და იანგერი ვინ არის ყველა მაყურებელმა ვის იან მაჩადო გერი ვინ არის ყველა მაყურებელმა ვიცით ზოგადად რა მენტალიტეტის მაყურებელი მებრძოლი არის ანუ რა ძალიან ყოველდღიურ ცხოვრებაში ვამბობ და მე მაგისგან არ მიგვირს რომ მაქსიმალური რესპექტი გამოხატებ მაგრამ მის მეტოქესაც წინააღმდეგოთ რა რასაც შეიძლება სხვას არ გამოეხატა დღეს მაგრამ მივაწექით რა გონი ძალიან კარგად მივდივართ და სრული პოდკასტი გამოგვივიდა რა როგორც სულ საათობისა და კიდევ ერთხელ შევახსენებთ რომ Fight Hop პოდკასტი არის პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Apple Podcast-ზე და Spotify-ზე დაგვიჭირებ ხარი, გამოგვიწერეთ და დარჩით ჩვენთან ხვიჩი. ეხლა მაგ
გასართობი სწრაფი კითხვები რა და შეეხოს ბათუმი Fight Academy-ის მებრძოლებს რა. ანუ ისე ჩავთვალთ, რომ უფრო გასართობი რაღაც სწრაფი კითხვები რა ბიჭებზე, რომლებიც შენთან ვარჯიშობენ რა, მოკითხვა ყველას. ოღონდ ბევრი არ უნდა იფიქრო, ეგრევე უნდა მიპასუხო რა. კითხვას დაიგისო, მაშინ მოსამს წინასწარ კითხვას დაიგისო. პასუხებში მარტო პროფესიონალური მებრძოლები გულისხმობ. არა, ვინც არ უნდა იყოს შენთან, კი? ვინც არ უნდა იყოს შენთან. ხო. აი, პირველი კითხვა. ვინ არის ყველაზე იუმორით სავსე წევრი ბათუმი Fight Academy-ის? აუ, ეს ძალიან კითხვა არის. იმიტომ რომ ერთი მარტო. აუ, ძალიან ძნელი არის ერთის არჩევა, იმიტომ რომ სიმართლე გითხრა ხო, ყველა მაგრა ხომს ბიჭებიდან, ანუ ყველა არა, ყველა მართლა მაგრა არ ხომ, მაგრამ ტოპ 3-ს ახლა ვეგეთქვი, რომელიც ერთ დონეზე არის, ეს არის რუსლანი კოჩა და დავით ლორკიფანიძე, ხო? იუმორის ანუ მართლა სხვა ლეველები არიან, ხოზე ხარ რა? განსხვავდებიან იუმორით? კი, ვიღაც უფრო უხეშია, ვიღაც უფრო ზუსტია, ვიღაც უფრო თვითონული არის, მაგრამ განსხვავდება, მაგრამ ეს სამი როცა ეს სამ-სამიდან ერთი მაინც ოთახში არის, მაინც ანუ უკვე საღიმილო ატმოსფერო არის რა. აი, ვინ არის ყველაზე ინტენსიური ვარჯიშის დროს? რა, locked in რო არის. რავი, ხა მაგ ვერავის ვერ ჩამოვაკლებდი რა მაინც რა. შეიძლება გოჩა თქვათ რატო? იმიტომ რომ უბრალოდ მეტ რაოდენობას ვარჯიშს ესწრება დილასაღამოს. აი, როცა რამეს სარაკიდეს, მაგ დროსაც კი ვარჯიში არის რა. მაგრამ ძალიან ბევრს ვარჯიშობენ ბიჭები და რომ მაგიდან გამომდინარე იმ ლეველზე სადაც არიან. ეგ აი რაღაცა არის, იმიტომ რომ ინტენსიურად თუ ვარჯიშობ მე. ანუ სლაც კარგიც არა, ბევრ მომენტებში შეიძლება შესვენების აღება და მე მაგალითად ეხა გოჩას დილის ვარჯიშებისგან შესვენება ავაღებია რა. მაგრამ ანუ ისეთი მომენტია. ყველაზე მეტად ვინ აგვიანებს დარბაზში? პროფესიონალებზე არის საუბარი თუ ყველაზე ვაფშე? არა, მეც არ ჩვენ შენ ბიჭები. მაყურებელი უნდა ვიცნობდეს რა თქმა უნდა მაგას, ხო? თორე ახლა რა აზრი აქვს თქმას იმ ადამიანზე, რომელიც მაყურებელი არის. მაშინ რისკიანი კითხვა დამისვამს მე ახლა. ო რა, მაყურებელი თუ ვიცნობს, ყველაზე მეცინა აგვიანებს. ამირან მამულაძე მე მგონი ყველაზე მეც აგვიანებს. მოკითხვა ამირანს. Straight up. წარმოიდგინე ყველაზე დიდ ხუმრობის იუმორის ბრძნობიან კომანდაში ამირანი რა თქმა უნდა არ მოისახება რა. თუმცა შენ მაგარი ლაინი გაგიძრო ვიოლინოზე. რა? რა გაქვს ხობიო და ვიოლინოზე. ხო, ეგ უკვე იუმორია, მაგრამ იშვიათად ხუმრობს, მაგრამ ძიმარ. გახსოვს ეგ? რა უთხარი? რა გევასება მეთქი რა, რამე ჰობია, ტალანტი ხო არ გაქვს მეთქი კიდევ და ჭიო ვიოლინოზე უკრავარ. და მართლა მეთქი თუ რაღაცა? არა. მეტი რაღა გინდა იუმორი. ვინ არის ის მებრძოლი, რომელიც ყოველთვის პირველი შედის დარბაზში? ყველაზე ადრე. რუსლანი, იმიტომ რომ რუსლანის ბიჭები ვარჯიშობენ მანამდე, ამიტომ უფრო ადრე მოწეს მოსვლა დარბაზში. ამ ჯგუფი ბავშვები? ხო. ყველაზე ბევრს ვინ საუბრობს ვარჯიშის დროს? გოჩა შაინინძე. ო, 100%. ანუ ამ ბევრს საუბრობს. და აი რა, მაგალითად ჭიდაობის პროცესშიც კი ელაპარაკება. რა, ანუ რაც თვითონ რასაც აკეთებს, რასაც გაგიკეთებს თუ თემად საერთოდ სხვადასხვა თემა. არა, თორსა ჭიდაობს ბიჭებთან ეუნება. ახლა შენ გაიხსნები, რაღაცა კი, წინასწარ მეტყოლება ეს სხვათა შორის და რუსლანიც აკეთებს ამას. კი. მაგრამ გოჩაზე მეც არ ვიცი. გასაგებია. ყველაზე მორცხვი რომელი მორცხვი არა, ყველაზე უფრო ჩუმი რა. მაგრამ როცა ვარჯიშობს, რომ ანუ ამჟღავნებს თავის თავს რა. მამულაძე ძალიან ცოტა საუბრობს, არავის არ ეკვეთება, შეიძლება ერთ წყულთან დადგეს და ზოგადად არა, ხმაც არ ავიღოს მთელი ვარჯიში. ყველაზე მძიმედ ვინ სპარინგობს და იმ შემთხვევაში დაჟე როცა ნათქვამი გაქვს, რომ ეხლა ძალიან უფრო ლაითად უნდა ივარჯიშო და მაინც რომ მძიმედ მიდის ყოველთვის.
ამირან მამულაძე 100% ისე ამირან 3 უკვე. სტრეიქია, არ ზოგადად მამულაძეს და სპარინგოს მე ვაფრთხილებ რომ ზოგადად თუ შეგიძლიათ უკანა სპარინგი შენც იყავი შენ როცა ვარჯიშობდი. მე ვაფრთხილებ დრო გაატარეთ მეთქი და უბრალოდ ანუ 15 წუთი გაატარეთ მეთქი ოკტაგონში და ზე ტაქტიკური MMA სპონჯი გავუშვი და გახსოვს რომ ხელა შეხვა გადაწია პირველივე რაუნდშივე. პირველი მეორე და მესამე რაუნდში ყველა რაუნდში სილენ გაწვა. შენი აზრით ამის შესვა შეიძლება თუ ეს იმის თვითონ როგორც არის რა ხასიათით მაგიტომ არის. ესა კილერის მენტალიტეტი და ანუ მე ზოგადად მაგას არც ვებძვი. უბრალოდ ეს ცეცხლი უნდა შეთოქმოთოკო რადისთვის. ეს არის მებრძოლი, ეს არა ათლეტი, სპორტსმენი, მორბენარი. მე პირველ რიგში მებრძოლია. რატომ ხა მამულაძეს ახლა ხო ზოგადად რატო აქვს მისი ჰაიპი, ასე რომ ვთქვა ერთგვარად და მისი ინტერესატო იყოს. იმიტომ რომ პირველ რიგში არის მებრძოლე და მეორე არის სპორტსმენი. ასე რომ ვთქვა რა. შენ მებრძოლეს ხო რო უთხრა რომ მებრძოლო რომ დაკოდო, ასე რომ ვთქვა, ხო ახლა ერთგვარად რა. ეს მებრძოლი უკვე არ იქნება რა. შენ რა თქმა უნდა კი რაღაც ჩარჩოებში რო არ დაიტრაუმოს, მაგიტომ მე მაგას ვეუბნები რომ არ დაიტრაუმოს, რადგან იტრაუმება მაგ დარტყმების დროს, მაგ გაცვლების დროს, თვითონ ატარებს, ხას უტარებს მუხლი და ყოი ხელი ყველაფერს და მაგი არის უბრალოდ ის ფაქტორი რომ ნელა გაატარეთ მეთქი ვეუბნები დრო და მაინც ტემპი იზრდება. მებრძოლი შენ რო უთხრა რომ ყველა მძიმე სპარინგში შენ მეგონა რბილად იშვიათად რო სპარინგის სპარინგონ, მაგრამ ეს ბიჭი გამოირჩევა, იმიტომ რომ ესაც მებრძოლი არის და ანუ ის კილერის მენტალიტეტი გააჩნია. ყველის მენტალიტეტი გააჩნია, სისხლის უცნობა გააჩნია რა. ამიტომ მამულაძეს ამიტომ აქვს 100%-იანი ფინიშ რეიტი და რკენას ბოლო მატჩშიც კი ვნახეთ, ანუ აშკარა წამოღებული ქონდა ბრძოლა, აშკარა შეეძლო რომ თავი არ მოეკლა მის მეტოქეზე, როცა უკვე დაღლილი იყო რა. მაგრამ დამთავრებაზე იყო. ეს არის მენტალიტეტი იყო, მოკლაზე იყო. ო, უშუალოდ ეს მომენტი არის იმაზე, რომ ეს არის მენტალიტეტზე, როგორ ადამიანი აზროვნებს რა. და სპარინგებშიც ნუ ეს სამწუხაროდ არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ სპარინგებშიც ესე აზროვნებს, იმიტომ რომ მებრძოლი არის პირველ რიგში და შემდეგ არის სპორტსმენი. კაი, ვის უყვარს საჭმელი ყველაზე ძალიან და ვინ ვერ იტანს წონის კლების კვირას ყველაზე? ამირან მამულაძე. წონის კლების კვირას ყველაზე მაგრა ვერ იტანს და ყველაზე მაგრა ჭამს. ამირანი არის დღეს ჩემპიონი რა, მგონი რა, ანუ ცეცხლოვანი კითხვების ჩემპიონი არის ამირანი და ესეც საინტერესო კითხვა არის. ახლა ბევრი ვნახე რა, რომ აუ ბათუმში რამდენი ერთი გადაგიხვე უკან და ამირან მამულაძეს ხო ბრძოლის კვირას ტიპები ახლა მე როგორ მაქვს უყურე. ახლა ნომერში სადაც არის ამირან მამულაძე, ვაჯენ ბიჭებს რომ გააკონტროლონ რაღაცა არ შეჭამოს, რაღაც არ მოყვეს, რაღაც რომ მოუდეს მოუტანონ და ამირან მამულაძე ერთი მებრძოლია, რომელთანაც არავის არ უნდა ოთახში მარტო დარჩენა. მოიდგინე რა, ანუ იმდენად ის არის რა, რა, იმდენად მძიმე პიროვნება არის მაგის ბრძოლის კლების კვირაში რა. და ახლა ვახსენე რომ ბათუმში ძალიან ბევრი მანქანები არის რა. ძალიან ლამაზი ქალაქი არის, უბრალოდ ძალიან რა, მაგრამ აი ხანდახან ტროტუარზე რა, საიდო ხო ტროტუარია რა, ვერ დავდიოდი ტროტუარზე, იმიტომ რომ მანქანები იყო ყველგან რა და მე მივხვდი რომ შუა ქუჩაში დავდიოდი რა. იმიტომ რომ იქ არ იყო ადგილი რა და მე ვნახე რომ ყველა აი თითქმის მანქანაზე ბევრი აი ტელეფონში იყურება რა, როგორც ეხა მე, მაგრამ მე ეხა მუშაობ და რა მოაზე ხარ. ისინიც ალბათ მუშაობენ შეიძლება რა მანქანის ტარების დროს და რა თქმა უნდა ეს ცუდი ჩვევა არის რა და აი რომელიც ცუდი ჩვევის გადაგდებას უსურვებდი შენ სტუდენტებს რა თუ არსებობს ისეთი შესამჩნევი რა. ეგ თული და კაი კითხვა იყო მგონი. ხო, რომელიც უნდა დავფიქრდე რა. უყურებენ ხოლმე ტელეფონსაც? ვარჯიშის დროს? ტელეფონს არ ხსალია რა ვის ვარჯიშის ტელეფონის აყურებლად, მაგას საუბარი არც არის. ამ შემთხვევაში ლაპარაკს ხო დაჯგუფება რა. ჩემ ბიჭებს ერთი რაც მომწონს მაგაში რომ ვარსკვლავს არ იჭერენ და ანუ ხა შენ აღნიშნე და პოდკასტის დასაწყისში რომ გოჩა გედგა და რაღაცას გიხსნი და თუმცა შეიძლება მისი ვარჯიში შეეტარებე და არაფერი არ აიხსნა, მაგრამ ჩემ ბიჭებს ვარსკვლავს არ იჭერენ და ვარსკვლავის პრობლემა არ გააჩნიათ, მაგრამ და არც ბაბლს არ შექმნიან მასეც რომ თვითონ მარტო დარჩენ და სხვები არ მეიკრენ რა. ძნელი არის, იმიტომ რომ ძალიან სხვადასხვა პიროვნებები არიან, ძალიან სხვადასხვა მომენტები აქვთ მაგათ რა. ამიტომ ყველას მისი წოდი ჩვევები აქვს. უბრალოდ ძალიან დისციპლინირებულებიც არიან, რო თქო რომ არ არიან ბიჭები დისციპლინირებული, ძალიან დისციპლინირებულებიც არიან რა.
ის ცეცხლი რომელიც გააჩნიათ, რომელსაც რისკებზე მიდიან ბრძოლაში უშუალოდ ახლა ბევრი ჩემ მებრძოლებს რა თვისება აქვთ ისი? უფრო უსურვებდი რომ უფრო მეთოდიკურები იყვნენ რა. იმიტომ რომ ჩემ მებრძოლებს აქვთ თვისება რომ ევასებათ უფრო მეტი ხანდახან გარისკო. რაღაცა ზედმეტზე აი ცეცხლს რო იგრძნობენ, ხო? იმ ცეცხლში ჩახტომა ევასებათ რა. და არა არიდება ასე რომ ვთქვათ რა, იმ ტალღაში იმ ტალღა რომელიც დიდი მოდის, აი ცუნამი მოდის არ მოიდგინე ხო? ტიპი ხდება რომ გაუმკლავდეს მაგ ცუნამის და შეიძლება რაღაცა მომხდარა. ბრძოლებში ამ და რაღაცები რა, სადაც ის რაღაცა მომხდარა მოგეთ რომ ვთქვათ რა, სადაც არ იყო მაგის სასარგებლო მომენტი. მაგრამ ნუ უსურვებდი რა, უფრო მეტი მეთოდიკური და უფრო მეტი ცივი აზროვნება იქონიონ რა, ეს უფრო სწორი რაც შეიძლება ვთქვათ. ცივსისხლიანი აკადემია. და ბოლო კითხვა რა. რომელი მებრძოლი არის უფრო ნაკლებად ცნობილი ან დამწყები, ან შეიძლება საერთოდ ბრძოლაც არ კონდეს ჩატარებული, ან იყოს უბრალოდ მოყვარული, რომელიც შენი აზრით ხალხმა უნდა იცოდეს და თვალიადევნოს რა. ვიცი რომ ბევრი ყავს, მაგრამ შეგიძლია დაასახელო რა თუ გინდა. ისე ერთი უნდა მეთქვა, მაგრამ ერთზე ლიმიტირებას არ მიცემ, მაგრამ ბევრი ყავს, მაგრამ წესით ერთი უნდა მეთქვა. ძალიან ძნელი არის უყურე, რადგანაც ბევრი მოყვარულები მოდიან ძალიან ძლიერები რა და მაგეთი გამოტოვებას არ მინდა. ხოხდი? და ბევრი up and coming profile რო აქვთ ეხლა. ეხლა პირველი პროფაიტი რო აქვთ. ხო, მაგ პროდებიუტი რო აქვთ, მაგენიც ყავს. მაგიდან გამომდინარე, ეხლა ამ შემთხვევაში ხო მარტო ორს გოუსვამ ხას და სამოყვარულო სპორტსმენების არ ვილაპარაკე, უბრალოდ პროდებიუტზე ვიცი უახლოვდება რა. ეს არის ადამი გიორგაძე და გია გოგოლაძე. ეს ორი მებრძოლი, რომელსაც ერთ-ერთს ბათუმი Fight Night-ზე უნდა დაადებიუტებია, მაგრამ ვერ დაადებიუტა. მეორე კი დაადებიუტებს ბათუმი Fight Night-ზე და ნახავთ თვითონაც. აჰა, ერთი ხომ მაინც გავიგეთ. და ნახავთ, ანუ რა მებრძოლიც არის და ძალიან დიდი და საინტერესო ტალანტები არიან. ადამი გიორგაძე და გია გოგოლაძე არიან თან ამავე დროს რუსლან ბოლკვაძის კარგი სპარინგ პარტნიორები, დავით ლორდ-კიფანიძის კარგი სპარინგ პარტნიორები. ეს რო პირველ დებიუტი აქვს არ ნიშნავს რომ რაღაც ლეველზე არ არიან. იმ დონეზე არიან აშკარად რა. და უბრალოდ რადგანაც ეხა პრო დებიუტი აქვს, მაგ მებრძოლებს BFA-დან, მაგიტო გეუბნებით რომ უთვალთვალეთ, იმიტომ რომ საინტერესო კარიერის სტარტი შეიძლება დაინახოთ რა. და რაღაც ახალი თაობა მოდის. ფიზიკურად ძლიერები, დარტყმა, გრეპლინგი, კიდაობა, ბათამ გეიმი, ტოპ გეიმი, ყველაფერი ვითო რო არის, არსენალში ძალიან საინტერესო არის. ველოდებით. წარმატება ორივესთან მთლიანად ქართულ MMA-ს სცენას, ბათუმი Fight აკადემიას, Fight Hop-იდან, შემდეგში ხვით ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ჩინეთში. აი ესე რა. და იქ გავაგზავნებთ. შემდეგში Zoom-ზე, მაგრამ ნუ ესე რა, ჩინეთში და იმედი მაქვს რომ ისი ამოვნეთ რა დღევანდელი თემებით. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა Fight Hoppers ხარის დაჭერისთვის და ნოსტალგიო ხუჩექს ქორიძე დროებით გემშვიდობებით. You tune into the Kartvelians on the Fight Hub